მოგესალმებით ყველას. მოდელები როგორი ტიპია, იცით, მიმტევებლები, მოსიყვარულეები. მრევლი ყავს ცოფიანი ძაღლები, მთელი ის განყოფილება მუშაობს მაგაზე მაგათი. და ძლიერი ორგანიზაცია, თქვენ თუ გონიათ, რომ ეს მე მგონი საბჭოთა კავშირში კაკები რო იყო, იმაზე ძლიერი ორგანიზაციაა საქართველოში მართლმადიდებლების ესეთი უშიშროების სამსახურები, რომელიც ბევრმა არ იცის. ამათ აქვთ ეგ განყოფილება. და ხალხი ყავთ მათ, ისე რომ ბევრმა არც იცის და ისინი დაგეშილი ძაღლები დადიან. ყავთ Facebook-ებზე, სულ თავის ხალხი ყავთ რა, რომ აწარმოონ მედიაომი და შემოვარდებიან და გინება მიდის. დაგახვედრებენ ვიღაცებს და იტყვიან რომ ვიღაცა ბანდიტები დახვთ, იმას კი არ იტყვიან რომ მღვდლები იყვნენ. ახლა ფორმიანი მღვდელი კი არ გამოგეკიდებათ მათ ვინმე. ესეთ რამე არ შეიძლება გადაუღებენ. თავის ხალხი ყავს, რელიგიური ზონდერები. ხო ყავთ პოლინაცებსაც ყავდა ახლა ზონდერები. ვითომ ხო ეს მთავარი არხი ის არის ობიექტური. რელიგიის საკითხებში ესენი ძალიან შეშინებულები არიან. ერიდებიან კაცმხილებას ამ პოლიტიკურ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია და ეს არის შიოლაშვილის ბანდა, რომელიც არის შავრაზმელთა ბანდა და ამავე დროს არის შავი პარტია, ქართული შავი პარტია, ჭირის პარტია, გადამწყვეტი მნიშვნელობა კი არა, ერთ-ერთი ის აქვს ხმა ამას, ერთადერთი გადამწყვეტი. რა თუნდა ამას ბევრი ამბავი. რას ქვია არ მონაწილეობენ. აბა ისთვის არიან გუგლები ვით რო არიან მანდა და მრევლი აბა ვის დაგეშილი ვისაყავს. ტაძრები ტყუილა აუშენეს? ფულს ტყუილა აძლევენ? ბიზნესებში ტყუილა არიან? რიტორიკული კითხვა დაისვა. როგორ არ მონაწილეობენ კაცო, მთელი ბიზნესი არის, მთელი სინდიკატია ესა კაცო, რას ქვია, ინტერესები არის მაგათი ეგა, რომ გავიდეს პარტიაში ანტირელიგიური ჯგუფი, ამათ საქმე შავაწავა. ემავე წუთში შეუწყვეტავენ და აფინანსებენ და შეავიწროებენ, შეზღუდავენ. თავის ადგილზე მოაჯენენ როგორც კომუნისტებმა გააკეთეს. განამოკლავენ. პირველ ეტაპზე კი აკეთებდნენ ამას კომუნისტები. მერე არა. მერე დაიახლოვეს, გააწვრთნეს, დაიქვემდებარეს და შეუშვეს მოსახლეობაში. ასეთი დაქვემდებარებული, გაწვრთნელი და ტრეინინგი გატარებული არის შიოლაშვილის წვრთნა გატარებული, ესე იგი, ამიგა და ესე შემოგდებული საქართველოს ჩვენს გასაუხრებლად. და ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რომ ეს 40 წელიწადი ამის თამადობით საქართველოს ყვავის. ამას ესე ვირტუალური რელიგიური ცნობიერება რო გაქვს შენ, მე ესე არ ვყურებ. მე ნაყოფით ხედავ, რომ აგვაწიოკეს, რაც ეს კაცი მოვიდა. არავით არის კურთხეული ქვეყანა არ არის მას მიერ, რაც საპატრიარქოს ტახტზე წამოჯდა კრემლის დანიშნული პოლკოვნიკი რელიგიურ საკითხებში და ყველაფერში ბატონი შიოლაშვილი. ბატონი ილია შიოლაშვილი. არავით არის უწმინდესი და უნეტარესი. ეს მერე ცეკა მაჩუკა ეს ტიტული. აბა ახლა ღმერთი არ გამოცხადებია ამას და იმას არ უთქვია უწმინდესი და უნეტარესი ხარ. ეს თუ მოვიშორეთ ჩვენ, ცოტა რაღაცა ბიუჯეტი მაინც რაღაცით იქნება ისა და ხალხზე გაიმეტებენ. ეს ხალხი საერთოდ უსაქმრობის კერა არის მართლმადიდებლობა. არ გვჭირდება ჩვენ კულტურას ეს აღარ ჭირდება. ისედაც ავაშენებთ კულტურას უამისოდ ამ ორგანიზაციის გარეშე, იმიტომ რომ ღმერთმა ჩამოგვირიგა წიგნი, იწამე იესო და გადარჩები, არაფერი არ გინდა, მიილოცე, თალმუნები იკითხე, ვისწავლოთ და გარდავქმნათ რელიგიად. საკრებულოებში ვიაროთ ბატონო შენობაში და არ იყოს ესეთი ბუმბერაზული კომფორტი რო აქვს და მუზეუმებს რო გავს ბევრი ტაძარი, მუზეუმებს. რა ქვეყანა ფული ხარჯება და შესაკრებელს კი არა ვარს რომ დავჯდეთ და შესაკრებელი ეკლესია შესაკრებელს ნიშნავს ცოცხალი ადამიანების ერთობლიობა არის და ქრისტეს სიტყვას ისმენენ რომელიც ამოწეული არის ამ საკრებულოდან ერთი რომელიც ამ საკითხებში განსწავლულია და წიგნებს კარგად წააკითხებს მრევლს ასეთი გამარტივებული სახით უნდა იყოს საქართველოში ქრისტიანული რწმენა და აქტიური სოციალური ცხოვრება უნდა დაიწყოს მოსახლეობამ აქტიური სოციალური ცხოვრება, ვის რა შეუძლია, ვინ ზეინკალები, მაგრამ ზეინკალსაც ევალება კვირათ ლექციის მოსმენა, ქადაგების და პროფესორსაც. პროფესორი რო ხარ ბოტანიკის დარგში თუ ფიზიკის დარგში, შენს უნდა წახვიდე იქ და ღვთის სიტყვა მოისმინო. მაგრამ არა ძალად. მოკლედ, აი ამ რეფორმაციას როდის ვეღირსევით საქართველოში რა? თუ იმას კი არ ვეგეუბნებით, ტაძრები დავანგრიოთ. ეგ არის შესაკრებელი ადგილი. როგორც არის საზღვარგარეთ, ხო? არის შენობები ან დაქირავებული, ან ააშენებენ ვის რა ქულებ, კარგად გამართავენ, მშვენიერი ავანსცენით ყველაფრით და იკრიბება ხალხი კვირაში, ბიბლიოთეკაც აქვს იქ ყველაფერი და ძალიან ბევრი ენთუზიასტები ალაგებენ ადგილს, არ ჭირდება იქ ვიღაცების გამოყოფა, იერარქია იქაც არის, ტერიტორია სულიან და ბიბლიას სწავლობენ. ბავშვებით რომ მიდიან, ბავშვები ეზოში თამაშობენ, გამოყოფილია ბავშვების მასწავლებელი, რომელიც ძალიან პრიმიტიულად ბიბლიის შინაარსებს უყვება, რათა მშობლები უსმენდნენ ქადაგებას. ბიბლიურ საკითხებზე ძველი და ახალი აღთქმა.
და გამოდიოდნენ ახსილების სულით და ხორცით და ინტელექტუალურად, არა დებილები, როგორც გაბრუებული, გამოთაყვანებული გამოდის საქართველოს მართლმადიდებლური მრევლე საცოდავები, ხო? როდის ვეღირსებით ამას რა? და ასე უხეშად არ გავიგოთ, რომ მე ტაძრების დანგრევის მომხრე ვიყო და რაღაც შენობა ეგ, მოდი ტაძარს მისტიური დანიშნულება აქვს საქართველოში თორე ევროპაში არა აქვს. ეს ხუროთმოძღვრული ძეგლებია შუა საუკუნეების ეს ქვეყანაფული რო ჩაიყარა მანდა და უმდიდრესი რო არის ეს გოთიკური და ბაროკო სტილის ისენი. ნუ ჩვენთან აღმოსავლური ბაზილიკური სტილი არის ძირითადად შემორჩენილი, ახლა არის უფრო თანამედროვე ახლა სამებაც ცოტა იმებში ის იმ არქიტექტურულ ნორმებში, მაგრამ რამდიდარი ის არის შენობა თავისი ყველაფრით ფუფუნებით. რამხელა ფული დაჭდა, ხო? ამ დროს იქ სული დაცლილი არის. ეს არის რეზიდენცია ძლიერი რელიგიური პოლიტიკური პრეზიდენტისა, რელიგიური პოლიტიკური პრეზიდენტისა შიოლაშვილისა. და ოცნებობს ყველა ეგ ადგილი დაიკავოს. როგორც არის მუჯერი დააკვირდით, იცვლება ოსური წარმოშობის კაცის პოსტი, მეორე ოსური წარმოშობის, ის მუჯირიც ოსური წარმოშობის არის ძირები. შეურაცხყოფას კიდევ მეორე არ ვაყენებ მაგეებს ახლა ოსებსაც ვიცნობ და ოსებთანაც მისი ყვარულებია არა უბრალოდ გვეტენებიან ვითარცა ქართველები და აი ეს არის მათი შეცდომა აკართველებენ არა ქართველები ამ რელიგიას ქრისტიანობას თორე ეს ქრისტიანობა ყველასთვის არის ოსისთვის და უნდა ეთქვა აი მე ოსი წარმოშობისა ვარ ქრისტეს შევიყვარე რამდენი ოსი გახდებოდა ქრისტიანიცით მე ნახეთ არ მალავ ჩემი ოსური წარმოშობას პატრიარქი მე ქართველები მე ოსი ხარ მე ჩამოდი მანდიდან მოძებნიდან ერისთავს მაგრამ შეეჩერებოდათ ისევ სომეხი გადაკეთებული გვარით. ასე ეს ქართველები ჯერ კიდე იმაზე ზიან რა. ჭურში ზიან. ძალიან ბევრი საეჭვო გვარების ხალხი არის პარლამენტში, საეჭვო გადაკეთებული, მაგრამ გაქართველებული. ხო და გენებს წამყვანი მნიშვნელობა აქვს, როცა ღმერთი არ არის შენთან. ხო, არის კეთილშობილური გენი არის, დაქვეითებული გენი და არის რა გენი რა, დაიბადება ტიპი, აი ტვენი აქვს მომართული ქურდობისგან, ყაჩაღობისგან, იმას არაფერი არ შველის რა. გენია ასეთი, ნუ. ჯერეთი ცოდვილი ბუნება, ხო ეს საშინელება და მე მით უმეტეს როცა არ მუშაობს ადამიანი თავის სულიერ ინტელექტუალური განვითარებაზე, ცოდვილი ბუნება მუშაობს. და ეს კი მომართულია ყველაფერი მავნე ჩაიდინოს ადამიანმა. მათ ინტერესებში შედის ეს, რომ ყოველთვის პარლამენტში იყოს რელიგიური ინტერესებით გამშვალული დეპუტატები და ამიტომ არის სულ რო უძრება მაგას და არ იკლებენ არც ერთ იმას არ აკლებიან ოფიციალურ რელიგიურ დღესასწაულებს პარტიის წევრები და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ დიდ სანთელს დაიჭერს. სააკაშვილისთვის არ გინახიათ 2 მეტრიანი სანთელით რო დადიოდა? და ამით ამტკიცებს ეს მორწმუნეობას. არ წემენ არის წემენ აგამაგიჟოთ რა. ძალების გადანაწილება არის და არის რელიგიური ძალები, აკონტროლებს რელიგია კიდე ადამიანი ექვემდებარება რელიგიას ცნობიერება ჩვენი ასეთია და არის ცით რომ წამყვანი არის დღეს საქართველოში საპატრიარქო. პარლამენტი კი არა. ნამდვილი პარლამენტი არის საპატრიარქო. იქ იწერება ყველაფერი ვინ როგორ ჩათვლებს იქ ვინ გააკეთებს. იქ არის მიპატიჟებები ყველას დაუძახებენ. აბა მოდი ვინმე ოპოზიცია გადაბირება მთელი ამბავი თუ არა და დევნა გაუშვით იქით. ჯერ ვერბოვკაზე ჩალიჩობენ გადაბირებას და აგიძახებენ. თუ გაჯიქთი მე შევიწროებაში გადადიან. არ გაგახარებენ არც სამსახურში და არ ყველგან გადაუკეთეს გზა ვასილ კობახიძეს არც ინსტიტუტი არცად არ გააკარეს. დრო საშუალებას წარმოადგენს და ხალხიც არ აყვა ამას იცი. იმიტომ ჩვენი ხალხი არ არის ერთსულოვანი იცი. გალუკილი კაცი რო დარჩები მარტო და არავინ არ აკავს. რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გააკეთებ. რომ აგიჯახდება თვით პოლიტიკური იმეების წარმომადგენლებიც. ესეთი ტიპები არავის არ მოწოს. ხალხში თუ არ მოაგროვე ესა და 100, 200, 300, 400 კაცამდე თუ არ აქცია ესა მაშინ ხარ ძლიერი. ძმაო ძმით ახარ ძლიერი ხო? რწმენა არ კამარა მარტო ხალხიც გჭირდება, რწმენა აუცილებელია. მაგრამ ხალხიც უნდა მოყვებოდეს, აი მოსეს რომ იყვება და წარმოიდგენთ იქ მაინც ვერ შეკრა ხალხი ერთსულოვანი იმას მაინც შიში შეეპარათ, უკან დაბრუნება მოინდომეს და დაისაჯენ და 40 წელი იხეტიალეს და ის თავა დარჩა გვამებით იქ უდაბნოში. ვინც დოქტრინას არ იცავს, ის ლიბერალებს არც ვეხები. ესენი იციან რაც აკეთებენ. აი რომ გამოხტებიან და ვითომ რომ მორწმუნეები მყავს ეს თავკომბალები ზოგ-ზოგი ერთები საერთოდ უცოდინარები. ბიბლიაც რო წაკითხული არა და არაფერი არ იციან. ხო როგორ უნდა გაიგონ ახლა რო აიღებ ბიბლიას ხეში და წაიკითხავ ზაქარიას. გაიგებთ რა მიქრა წერია, იმიტომ რომ მას ისტორიული ფონი აქვს, შენაც უნდა ისწავლო. რა ეპოქა, როდის არის, ქრონოლოგია აქვს ბიბლიას. აი ეს უნდა ააწყო. ჭირდება რუკები, ჭირდება დამატებითი ლიტერატურა, რომ გააცოცხლო ის ისტორიული ფონი, რომელშიც ხდება ეგ მოქმედება, იმიტომ რომ ეს ნამდვილი ამბები არის. ეგვიპტე სად იყო, ეგვიპტიდან რომელ ადგილზე გამოდიან, სად იყო ის პროვინცია კუთხე, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე ფარაონმა მისცა უფლება დასახლებულიყო იაკობის ოჯახი. გოშემის მიწა, მე იქიდან რო გამოდიან მარშრუტი, საიდან სადამდე, მე ჩამოდივარ ქანაანში რამდენი ის არის, წლები ამასობაში, რამდენი წელია ედემის ბაღიდან წარღუნამდე გასული, მე წარღუნიდან ბაბილონის გოდოლამდე რამდენი არის, ეს ყველაფერი წლები ბიბლიაში თქვენ თუ
კარგად ვერ ამოიღებთ, ვერ გაიგებთ რომელი საუკუნეა ისაია, რომელი მეფე არის, როდის მეფობდა, ვინ მის ებრძოდა, ის ისრაელი რომელი მეფე, რომელი იმპერიებია. ნახეთ, ეს ყველაფერი თქვენ იცით. და ახლა რიგითი მორწმუნე რო გამოხდება და მისთვის რწმენა არის სანთლის დანთება ხატთან, გონია ქრისტიანია. გაგებაში არა ხარ. და ახალი აღთქმაზე ორი ციტატაც წაიკითხავენ და როგორც აი ჯაფარიძემ ძველი აღთქმა და 10 მცნება და აი ეს უნდა დავიცვა და აი ქრისტიანულ ცხოვრებას მე ახლა ძალიან ძნელი აი ქრისტე მაგარი იყო და ყოველ შემთხვევაში ცდელობა არ დავაგოთ მიბაძოთ ცხოვრებაში და ქრისტეს ჯვარზე იმიტომ გააკრეს აკრიტიკებდა ფარისევლებს და კრიტიკა გაამართლა ამით. ქრისტე კრიტიკის გულისთვის ვიმეორებ ჯვარზე არაფერს არ გაუყრია. კრიტიკოსები იქ ვარესებიც იყვნენ. ეს მკრეხელობისთვის გააკრეს. ადამიანი იყო და ავს ღვთისშვილად ასაღებდა. აი ეს იყო ბრალდება. არადა ეს იყო ჭეშმარიტება. ესე იგი, ქრისტე ჭეშმარიტების გამო გააკრეს ჯვარზე. ზურა ჯაფარიძეს ქრისტიანობა არ ესმის. რაც გაიგებს ახლა ეს კაცი, ამისთვის ქრისტიანობა ის არის გადახედა მართლმადიდებლე მაგრა ცხოვრობენ და აკრიტიკებს. კი, ბატონო, მაგრამ სოციალური იმიდან აკრიტიკებს. ამის რწმენა კიდე მე არ ვიცი, აგნოსტიკოსი იქნება, ხო? ამისთვის ქრისტე არის რაღაც ადამიანი, თუ გულზე ხელს დავიგებთ, არ უნდა მოწონდეს ქრისტე ახლა. საუსახკაროდ დადეს, არც ფული აქვს, არაფერი არ აქვს. შენ ახლა ესეთი ტიპი მოგეწონება? ესე იგი, ქრისტეში ადამიანი თუ შეიმეცნეთ, არაფერი მისაბაძი არ აჭირს ამას. რას აკეთებს ახლა ისეთს, რომ ნებისმიერი ქართველი არ იცავდეს როგორც ადამიანი. არასდროს მკვლელი არ არის ვიღაცა, არც მრუშობს, არც რა ბევრი ქართველი ვიცი ესეთი და ქრისტეზე თუ ის წარმოდგენა აქვს, როგორიც ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, მაშინ ხარ ქრისტიანი. გჯერა რომ 6 დღეში სამყარო შექმნა არაფრის განღმერთმა? გჯერა რომ სასწაულები ბიბლიაში ყველა ეს რეალურია? გჯერა რომ იესო ქრისტე სულიწმინდი დაიბადა? გჯერა რომ ენები სასწაულით ალაპარაკდა ყველას თავთავის ენაზე რო ესმოდა ეს გჯერა? გჯერა დრის გაცოცხლება? გჯერა სულით დაბადება ადამიანის რაც იესომა თქვა, მაშინ ქრისტიანი ხარ. ამ ხრივ ახლა ისე კორექტივების შეტანა და კეთილშობილური ორგანიზაციით გადავაქციოთ მართლმადიდებლობა, ესეთი რამე მაინც არ მოხდება. არასოდეს ესენი თავის იმას არ დათმობენ სიმდიდრეებს და ამოფარებული არიან მისტიურ რელიგიას და აშენებენ მოსახლეობას. იესო ქრისტე ფარისევლებს მარტო ამაში კი არ ამხელდა კაცო. თავალი ბრალდება იესოსი ფარისევლებს მიმართ იყო რომ ამდენი ხანი ბიბლია გაქვთ, იციან ეს მოსეს კანონები. ვერ ამოიკითხეთ რომ ეს ჩემზეა დაწერილი რომ მე მოვიდოდი მესია, ცოდვის გამოსასყიდა და უნდა მიიღო ხალხმა პრინციპში ოსანას ძახილით, მაგრამ გადაიყვანეს ეს ხალხი, ამუშავდა ბნელი ძალები და მოუზილეს ადამიანებს ტვინი და ადამიანების მოთხოვნით ჯვარზე გააკრეს. იმიტომ რომ წილი იყარა, ბარაბა თუ იესო ქრისტე. ბარაბა გამოთავისუფლოთ. იესო დავსაჯოთ. ეს მოსახლეობა გააკეთა. რათა შესრულებული იყო წინასწარმეტყველება, ეს მაგარი რამეა რა. ჩვენ ვიცით რომ ძველი აღთქმის ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება ახალ აღთქმაში შესრულდა და კიდე შესასრულებელია. მაგალითად ეს დაპირებული 1000 წლიანი სამეოროთა მოსვლა. და სპეციალურად ეს ენციკლოპედიები თუ არა გვაქვს სახში ძლიერი წიგნები, ცნობარები, ბიბლიური ცნობარები. რა წაიკითხა და რა გაიგე ისაიაში და ნეტა ვირას გაიგებს, მაგალითად გადაშალეთ ახლა და აბა ზაქარიაში რას გაიგებთ. ეპოქა მანდ არ წერია, წლები მანდ არ წერია. უნდა ამოიკითხოთ, უნდა გადააბათ და ამიტომ ჭირდება იმ ისტორიული ფონის სწავლა, რომელსაც სეკულარიზმში ხდება ესა ხო, ეს სად ჩაისახა. და რუკების, თვალსაჩინოების, ისტორიული გმირების, ასურეთის ისტორია, ბაბილონის ისტორია, სპარსეთის, საბერძნეთის, მაკედონისაც დიდი როლი აქვს, რომ შევიდა იერუსალიმში. ეს თუ ვერ გავიგეთ, ჩვენ როგორ გავიგებთ იმ წინასწარმეტყველს დანიელი რო ლაპარაკობს სამეფო იმეებზე, რა ელოდება ამ იმპერიებს. არა, ეს 10 მცნება, ამას ბიბლია 10 მცნება გონია. მე 10 მცნებიდან ვინმე იცავს ერთს მაინც? არავინ არ იცავს არაფერს. სრული უცოდინარი გამოჩნდა ზურა ჯაფარიძე კითხვა რო დაუსვა და ქართველებიც თვითონ ჩემულობდნენ მაგას, მაგრამ ორგულობა ბევრი მინახია ქართველებში, ძალიან ბევრი რა, რო გიღალატებს რა. შემოგეპარება და მოლოს თხასავით გაგყიდეს, იცი? საწყენია, მაგრამ ესია რა. 30 წლიანმა ისტორიამაც დამანახა ესები. არავის ერთგული არ არის მანდა, იცი? იქიდან გადარბიან, ამერ იმას აგინებენ. ეხლა ჯალალედინს ეძახდა გუბაზა სააკაშვილს თავის დროზე. ახლა ერთ-ერთი ისტორიული გმირი, რომელიღაცა კიდე დამპყრობელი თემურლენგი თუ რაღაცა უწოდა ბიზნეს. რა, ეხლა ამას რა უნდა მოთხოვ რა. მაშინ ის იყო ოქროკაცი. ეს იყო ჯალალედინი. ახლა შეიცვალა როლები. ასეთ ადამიანს ხმას თუ მისცემს ადამიანი, აი ზღირსი არ არის რომ დედაეტიროს მაგ ქვეყანაში. მიეცეთ ერთგულს, მეგობარს, ერთგულების უკან ღმერთი დგას, მაინც ერთსულოვნებას მაგარი რამეა რა. ჩვენ რომ ერთსულოვნანი არ ყოფილიყავით თურქეთში, ჩვენ ღმერთი ადგილს არ მოგცემთ. ერთსულოვნება გამოვიყა და სულ ყველა გადმოვიდა. როგორც ძალიან ძიმე იყო რა. ახუმრობთ ესეთი რამე ისტორიაში არ ყოფილა,
რომ ერთიანი ძალებით ასე საზღვარგარეთ ესეთები წასულიყვნენ. ეს იმიტომ გახმაურდა ეს ამბავი, იმიტომ რომ მსგავს პრეცედენტს ვერავინ ვერ გაიმეორებს, რო იცოდეთ. აი ვერავინ. შეკრიბოს ადამიანები ერთსრულოვნება ავტობუსი მოუხმოს, მშობლებმა გამოაცილოს, უნდა აღნიშნო რომ მშობლებმა გამოაცილას ხალხი თავისი საჭმელებით 2 დღიანი, 3 დღიანი, გარდა ერთისა, ხო გითხარით. ზოგი ავკრიფეთ გზადაგზა და მშობლებმა იცოდნენ, სად მიდიოდნენ და ვისთან მიდიოდნენ. მე ის ყველა მშობელი მიცნობდა. ისევ ის მშობელიც მიცნობდა მე მაგ იმას არ უთხრა შვილმა რომ მივდივარ. იმიტომ რომ არ გამომიშვებენ, ჩამკეტავდნენ. სწორედ ეს ერთ-ერთი მშობელი დარბოდა და ზოგადად აქცია თემად. ჟურნალისტებმა თავის საქმეში გამოიყენეს და მიადეს მე გადახედეს, მართლმადიდებლები საკრიტიკებს, იმას აკე მაშინეს გადაუაროთ. ყველაფერი მომაწებეს, პედოფილობა, არასრულწლოვანი ცოლები. რა ვიცი რა არ მომაწებეს ისე, აი ახლაც კი გრძელდება ეგა. გავგიჟდე ხლა ამაზე თოფები ვისრულო თუ რა ვქნა ესეთი ახლა ადამიანის ბუნება და ვიძახო ახლა მე არ ვარ კულაკის ცოლი, არ ვარ კულაკის, რა საჭიროა? მე ხო ვიცი რა, ჩემი ახლობლებად რჩებიან ისე და ის ახოს იმან პასუხს აგებს ისი მაგაზე, მაგ სიტყვებზე ყველა აგებს პასუხს. და ეს ხო ამუშავებული ეს მექანიზმი, რომ ყველანაირად გავაშაყიროთ ეს კაცი და ხელი ავაღებინოთ, იქნებ ხელი ჩაიქნიოს ამაზე. გამორიცხულია, ჩემ ფსიქიკა არის, ვერ გამომიყვანთ წონასწორობიდან. ვერ ჩამაქნევინებ ხელს. პირიქით უფრო ძლიერდები. პირიქით, იმათ რო ეკნათ რაღაც ქება დიდება, უფრო გამაფუჭებდნენ. ეს მე უფრო მაგიჟებს რა, აი ესეთი გაგებით, უფრო ძლიერის მოდის. ბრძოლის ჯინს მიღვიძებს მე ესეთი ტიპები, როცა უკვე შაყირზე გადადიან რაღაცა. უფრო და უფრო ხელს არ ვიქნებ მე. ხელის ჩაქნება მე არ მახასიათებს. ერთსულოვნება არის მაგარი რამე. აი 5 წელი, აი ვინმე გაძლებს, წაიყვანეთ აბა 30 კაცი. და 5 წელი პრასვეტი არ არის, შუქი ესე იგი არ ჩანს, ყველამ ვარი გითხრა და დაიწყო ახლა ცხოვრება და თან 5 წელი, 4 წლის განმავლობაში შევიწროებული ცხოვრებას ეწეოდეთ. 67 კვადრატული მეტრაში, თითო მეტრა როგორ აი ციხეში რო არიან რა ადამიანები ისე. ხო და ეკონომიკური იმისათვის შევიწროვდით ჩვენ. რათა დანაზოგი ყოფილიყო მეტი და თუ ვისმეს გზა გაეხსნებოდა, გაფრენაში ეს ფული მას გამოადგებოდა. აი ერთსულოვნებამ დაამტკიცა რომ მაგარი რამეა რა. საქართველოს სახელმწიფოს ესაკლია. ეხლა ეს პატარა მიკრო იმაში არის. შედარება მოგეხსენებათ როგორი, აი მაგალითი ეს მასშტაბია პატარა. მაგრამ ერთსულოვნება მართლა იყო. იქ არ ჩხუბი იყო, არავინ არ მეჩხუბებოდა, არავინ არ მეუნებოდა ესაც ამოვედით, მე წავალ აქედან. ყველა იყო თავისი ნებით. ეს იყო გარკვეული გაგებით რაღაცა ერთსულოვნება ამ საკითხში. დავიწყეთ საქმე და ბოლომდე მივიყვანოთ. გავიდეთ და მე ახლა აირჩიეთ ვის ადგინა წასვლა. და მართლაც ყველამ აირჩია რა. ახლა ხომ არა ვარ 67 კვადრატული მეტრაში, არზე ვარ თუნდაც 10 კაცი. იქ 67 კვადრატული მეტრა იყო. ახლა მე საიდანაც გელაპარაკებით, 105 კვადრატული მეტრა არის 6 ოთახიანი. მე სადაც 3-4 სული არის. გადანაწილებულია ვინცაც. ზოგი აი სხვა ქალაქი აირჩია. ზოგი დამშორდა. გავაკეთეთ მიზანი და ახლა რასავალდებულო ახლა. კი არ შემოუფიცია ჩემთვის თბილისიდან იმეს რომ სულ კუბოსპიცრამდე შენთან ვიქნებიო. მიზანი რა იყო იცი? გასულა მარტო ვერ გავალთ და ერთად ვიყოთ. ჩვენ ვერ გავალთ მარტო, თქვენთან ერთად. გადავედით, კი ბატონო, აირჩიეთ ყველა თქვენი გზა. ვისაც უნდა აქ იყოს ჩვენთან სიახლოვეს, ვისაც უნდა საცუნა წავიდეს. და მე შესაბამისად კავშირი წყდება ახლა ვინ როგორია გულში ხო ვერ ფათურობ ვის იქნებ არ შეამონებს ეს გაუთავებელი ქრისტიანობა და ბიბლიის კითხვა და ცხოვრება უნდა ხალხს ხო მით უმეტეს ახალგაზრდებს ამიტომ დავესხათ თავზე ადამიანს და შეასეთო შეისეთო მე მგონი სწორი არ არის აი ვინც დარჩა და ამასთან ასეთები ცოტანი ვართ ხო აგერ სკაიპზე ვინც არის ისინი არის სარიან დარჩენები და რატო გვაბრალებენ იმას რომ არიან სექტანტები იმათაც ხო შეურაცხყოფას აყენებენ იციან ვინ სად არის ზოგი თბილისში მიდიმოდის ახლა კორონა მიმასაქანა ასე რომ ეს ბრძოლა მედია ომი არის იმისთვის გამოცხადებული რომ ამ თეოფილე მალაქეს არ მოусმინოს ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა და რომ არ მოусმინო ამისთვის არის ასეთი რამე იცი რა ამან მოიტაცა ბავშვები ამას იცი ამუშავებს ვირივით ფულს ართმევს ხო შემდეგ ყავს არასრულწლოვანი ეხლა ხან მოიყვანა ცოლი არის პედოფილი ამას ხო არცელებენ მართალია ეს ტელევიზიიდან ჯერმე არ მომისმენია მაგრამ Facebook-ზე არის ინტერნეტში არის ტელევიზიიდანაც ძალიან ბევრი სისულელეები იყო მოდი ვთქვათ რომ ბევრი სისულელეები იყო ფანჯერი დამხტებოდი შემდეგ სხვადასხვა მეების წავიყვანე ქალები ამუშაოთ და სექსუალურ რაღაც ძალადობას აქვს ადგილი და შვილები გავაჩინე აი ესენი ყველაფერი ხო ისია გაშუქებული რომ ალერგია გამოიწვიოს მსმენელში ბავშვები და ეს ბავშვები ჩაჯდა ცნობიერებაში და თან ბავშვები რომ 25 წლის 20 წლის რომ გაგაკრიტიკებს რა იმას მართლა ბავშვები გონივართ დღესაც
აი ერთსულოვნება კაი რაღაცა არის. საქართველოს აკლია ეს. ერთმანეთს ეჭიჭყინე მეთოდი. როგორ არ გავიმარჯვეთ? საერთოდ ერთსულოვნებას ყოველთვის ყავს დამცველად ღმერთი. აბა ჩვენ ერთსულოვანი რო არ ყოფილიყავით თურქეთში. ღმერთი დაგვეხმარებოდა და შეუძლებელი შეგვაძლებინა რა. დაგვიკეტეს ყველამ და ვარიანტი არა ვერ გადახვალთო და გვაპონინა სპონსორი. უფლოდ წამოვედით. ჩვენი საერთოდ თანხა ბევრჯერ გითხარით 32 კაცის საერთო თანხა $13,000 იყო. არაფერი სხვა. $13,000. გაყავით ეს თითო კაცზე. და რამდენ ხანს გაძლებთ თქვენ $13,000 32 კაცი თურქეთში მაინტერესებს. აბა წადით. მე ვნახე რა არის ერთსულოვნება, მეგობრობა, გატანა საქმეს, როცა მიზანი გვაქვს ერთსულოვნებას არ უნდა ვალავდოთ. მიზანი შევასრულეთ. ახლა ნუ ვიქნებით ერთსულოვანი ამ სიტუაციით. ერთსულოვანი ვიყავით ჩვენ რომელიღაცა ქვეყანაში მიგვეღწია პრეზიდენტობისათვის, ესე იგი მოქალაქეებს. აქ ყველა ერთსულოვანი იყო. ეს იყო მიზანი. მაგრამ ერთსულოვანი არავინ არ ყოფილა ქრისტეს სიყვარულში. აქ უკვე უნდა გადავარჩიოთ ვინ არის. ვინ დარჩა ქრისტესთან, პლუს საზღვარი წავიდა და ქრისტესთან დარჩა. ნახევარი ჯგუფი ქრისტესთან აღარ დარჩა. და არც არის მოთხოვნა ამის, იმიტომ რომ თურქეთში ეს ერთსულოვნება ჩვენ არ ქონია. არავის არ დაუწერია რომ ქრისტეს არ უღალატებ. ეს მოთხოვნილება არ იყო. აი რა იყო ძლიერი ხედავ საზღვარეთი გასulis სურვილი ამოძრავებდა ყველას და აქ ყველა ერთსულოვანი ყავით ყველაფერს დათმობდა ჩემს იმ კაცერესაც ყურად არიღებდნენ თუ მაგალითად ვინმეს გაუწყრებოდი ხა არ გამიბრაზდებოდნენ იმიტომ რომ ერთსულოვნება იქ უნდა გადავითე ჯანდაბას გამიწყერი და როცა ეს მივახციეთ ამას მორჩა ერთსულოვნება ამ საკითხში აღარ არის იმიტომ რომ მიღწეულია მიზანი მიღწეულია საზღვარეთ ყველა დავჯექით ახლა ჩემი ერთსულოვნება ქრისტიანობაში ძალიან ძნელია ხალხი შეყარო. ეს მოსემ ვერ გააკეთა. მაგრამ ამაში ხომ გაამართლა. და მე ლიდერი როგორ უყურებს ამას? ლიდერი კი ყველა სფეროში საკითხი. ორი კაცი რო ერთად მიდის, ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. კამათით ჩვენ მიზანს ვერ მივახცევთ. ხო და ის 4 წელი მე არავინ არ მეკამათებოდა არაფერში. შევისწავლეთ ამბავს, გადანაწილებული იყო როლი, ვის საელჩოში უნდა ერბინა, ვის გარეთ უნდა ემუშავა, ვის სახში უნდა დარჩენილიყო, ეს ყველაფერი და არავინ არ ჩხუბობდა. უბრალოდ ეს რო გაჭიანურდა, ცოტა შეჭირებები წავდა 4 წელი ხომროთ, მაშინ როდესაც ყველა დარბის იქეთ და ყალბი პასპორტები და ემები და ჩვენ არ გვჭირდებოდა ეს ღამერთმა არ დაუშვერ ეს ყალბი პასპორტები, ტყუილები და ამბები. ტყუილები მე ჰომოსექსუალისტი ვარ, ისა ვარ პოლიტიკური დევნა, არა. გულწრფელობა იყო ეს იყო გულწრფელობა, რომ აი ქრისტიანული ის აირია სიტუაციები და დაველოდეთ და გამოვედით რა. ერთი რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ კონტინენტზე არ არის, მან ბრიტანეთის ის მიიღო მოქალაქეობა, მაგრამ დანარჩენები აქითავართ. ვინც თბილისიდან წამოვედი. ერთსულოვნება, მე ერთი კაცი შევძლებდი რამე ეს ერთი კაცი? ერთი კაცი ხო ამ შემთხვევაში შეიძლება გახვიდეს სადმე. საქმის კეთებას როცა ვიწყებთ. არა, რა თქმა უნდა. როცა ამდენი პიროვნება ვართ, ერთი კაციც ვერ აკეთებს. იქ ყველამ შევასრულეთ ეს. უბრალოდ ერთსულოვნება იყო და ურთიერთდახმარება. მეც მეხმარებოდა ის ხალხი, ვინც ჩემთან იყო. დახმარება არ არის, დაჯერება და პატივისცემა. ასე რომ მეც მეხმარებოდნენ. თორე ერთი კაცი ვერაფერს ვერ გააკეთებს და საქართველოს შეცვლა უნდა იმას გრიგოლ ვაშაძეს. მე შენი აზრის არის უყველა. ჩვენ ვისაც უპირისპირდები, შენი მოწინააღმდეგეა. პარლამენტში 8 წელიწადი ჩვენ უყურებთ დავაკამაც. არავინ არ გაერთიანდა ერთსულოვნება პარლამენტში არ იყო საკითხის მიმართ. და ამიტომ იყო ერთიანი აზრი ოცნების. ვერაფრით ვერ ერთიანდებოდა მეორე ნაწილი. უმცირესობა. არ იყო ერთსულოვნება პარლამენტში. აი სულ კრიჭაში დგომა არის. თუნდაც კაი რაღაცას გვთავაზობს ოცნება ხო? არა, მე შენ არ მევასები რა. აუცილებლად კრიჭაში უნდა ჩაგიდგე. ტვინი ქართველის როგორია იცი? სულ ჭეშმარიტებას რო ლაპარაკობ თქვენ, მე თქვენი საწინააღმდეგო უნდა თქვა. მე ესე იგი ადამიანმა და არა რეზო ბაქარაძე. აი ესეთი ტვინი აქვს ქართველს. მარტო რა უნდა გააკეთო, არ გადამრიო, ან რჩევა არ გინდა, რაღაცა არ გინდა, ხო უნდა ყავდეს, სულ ყველა მოიძულე. და ვინ შენ ამას საღი გონებით დაუპირისპირდება, ის რატო უნდა მოიძულო, მე არ მესმის რა. ძალიან ძლიერი რადიკალი ვარ რა იმაში, აი ეს არ მოწონთ ჩემი რა. არც ლიბერალებს, არც იმებს, აი ასეთი რადიკალიზმით არავინ არ გამოირჩევა აი ქართულ ენაზე. ძირითადი რადიკალური მიდგომა ბიბლიასთან. რადიკალური მიდგომა ამ საკითხში მაინც ძალიან ძლიერი რადიკალი ვარ. არავით არის ლიბერალიზმი, არავით არის აი რაც მოცემულია, ეს არის სწორი. აი რაც წერია. და ეს ახლა ვის მოწონს, ახლა ვის მოეწონება, მოიგეს ამებმა, გადაკეთება დაიწყეს, ცოტა ესეთი შელამაზება, ცოტა ეს შეურიეს რა, მოდი რა, გავაჰუმანუროთ რა ეს ბიბლიური ჭეშმარიტებები, იყოს ქრისტიანობა, მაგრამ ჰუმანიზმი, იყოს მღვდლები მართლა, კაი ტიპები. ნახეთ რადიკალობა რას მეუნება, მღვდლები ძირს. ეს ინსტიტუტი გავუქმდეს, ეს არის რადიკალიზმი. და პიროვნებები, რომელიც იძახიან, არა, მღვდელი არა უშავს, ხო არიან კაი ადამიანები, მე არც ჩაერევიან, ვიყოთ ეს აი კაი ტიპები არიან, ხო ილოცონ რა პრობლემაა, საათლებიანთონ რა პრობლემაა ეს, თავარია ჩვენ არ შეგვაწუხონ, მე ვიძახი, არა.
ეს ყალბი შეხედულებაა ღმერთთან მიმართებაში და თუ გინდათ, მაშინ ასე ვთქვათ, არის ყალბი და იყავი ყალბში. არ გაასაღოთ რეალურად. ისევე როგორც არის ყალბი წარმოდგენები უამრავ რელიგიურ იმეებში ისტორიაში. ძალიან ყალბია ბევრი. აი მაგალითად ჯერ ადამიანს კარზე მკითხაობა. მე კატეგორიულად თემას ვემიჯნები. საგნები და მოვლენები მე არ გამსაზღვრავს. და კარტების მკითხაობით ჩემი ბედი არ განისაზღვრება. ახლა ვიღაცა ჩააწყობს რაღაც და ამე კაროლი ამოვა, გზა გაქვს ასეთი, გზა ისეთი გაქვს, ან ხირომანტია, ასტროლოგია და ფიზიოგნომიკა. აი ეს კარდინალურად ჩემთვის ეს მიუღებელია. ყველნაირი მკითხაობა ჩემთვის მიუღებელია. ყველნაირი ცრურწმენას მე არ მივდებ. აი მარცხენა ფეხზე ადექი, მარცხენაზე ჩაიცვი, კატა გადაგირებენს, ის მე-13 ნომერი არის და არავიდეთ, უიმე ეს ცუდი ნიშანია, ის ცუდი თვალი აქვს, იმ ადამიანს ცუდი ის აქვს, ჯერ ერთი ცუდი თვალი ადამიანს კი არა, ყველა ადამიანი ცოდვილი ბუნების არის. აქ ვინ გამოვარჩიო, ვის კაი თვალი აქვს და ვის კაი უკანალია, ეს არის სისულელე. აი ეს არის რადიკალიზმი. რატომ არ მოწონთ ახლა წარმოიდგინე რადიკალიზმი ქრისტიანობაში და მაგას დევნიდნენ. თანაც ეს რადიკალები არასოდეს არ არიან მეომრები. გაგაგებით ჩვენ მოვედი ახლა და შენ დავანგრევ შენ იმას. რადიკალიზმი ამ საკითხში არის და არა ყოფით სოციუმში შევიდეთ დავანგრიოთ რადიკალებმა შეუვარდეთ 50-იანელებს შეუვარდეთ იეღოველებს და ცემატყება არა არავითარ შემთხვევაში იყვნენ რა თავის იზიაში. უბრალოდ ჩვენ ამას სიტყვიერად მოსაზრებებით უპირისპირდებით და ამ რადიკალიზმს ჩვენ ვახმოვანებთ ვისაც უნდა მიიღოს. ვისაც არა და არ არის პრობლემა მაგრამ ხა წავიდე და აი ესე იაზრონე უთხრა ვიღაც ეს რადიკალიზმი სწორია და მე შენ ტყავს გაგაძრობ მე ამის უფლება არ მაქვს ადამიანს ეს ღმერთს გადავაფაროთ. ამიტომ ჩემში არ შემოვიდეს ის რაც შენშია იეღოველია თუ ვიღაცა. და ეს მათ მხრიდან აღიქმება როგორც რადიკალიზმი. მტრულად განწყობ ისინი რადიკალიზმში ცუდ შინაარსდებენ. ესე იგი თაშიში ეს ჩვენთვის. არა. აბა ბიბლია წაიკითხეთ როგორი რადიკალური მიდგომა არის ყველაფერში. რადიკალური არა ეუნება რომ ვინც იესო ქრისტეს არ მიიღებს ის მამას არ იღებს მამა კი მოგეხსენებათ ვარმყოფელ ქრისტესას ისეც უარყოფს. ეს არის რადიკალიზმი. ძირითადად ისენია. იმიტომ რომ იესო ქრისტე გამოაგზავნა და აი ეს არის ერთ-ერთი ჭეშმარიტება რომელსაც უნდა გაყვეს ადამიანი მამასთან მისასვლელად. რამე თუ დაგვისახა ეს გზად ჭეშმარიტებად ნახეთ სასიარულო გნოსეოლოგიური საკითხის ჭეშმარიტება ეს არის. შესაბამისად როცა ეს ჭეშმარიტება მე მეცნიერებას აღარ ვეძებ აი ესეთი ღმერთის საძიებლად მეცნიერება არ მჭირდება არც არაფერი ეს არის ჭეშმარიტება და სიცოცხლეც ეს არის აღარ ვეძებ მედიცინაში რაც გადატრიალებს რომ გავაუკვდაო ჩემის ის არის გზა ჭეშმარიტება სიცოცხლე ეს არის რადიკალიზმი და არ მოწონთ არა და საქართველოს მაინც ლიბერალიზმით არის გაჟღენთილი და პოლიტიკურ სივრცეშიც აი ესე ნახეთ ყველაფრის ის მოთსულამა და ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ და ცემატყება არის. ვითომ აზროვნების თავისუფლება არის, მაგრამ არანაირად არ მიიღება საწინააღმდეგო აზრი, შენ რო გეწინააღმდეგება ის აზრი. და ბუნებრივია გაგიჟდები ახლა მართლმადიდებელი რომ რაღაც ამის საწინააღმდეგო სიძახი თვითონ არის რაღაც სტატუსირებული მღვდელი და ამან უკვე 60-ის ამბებს 60-ის რუკა აქვთ. ბევრი მღვდელი ნამოგზაურებია 60-ში და იქიდან ხალხს უშვებს იქით. ეს ყველაფერი ხო ვიცით რომ ტყუილებია. ამიტომ ვინც გვთავაზობს მართლმადიდებელი ორგანიზაციის ლიბერალიზმის და იქ კაი მღვდლებად დამიყო და ცუდ მღვდლებად, მე ვიძახი ერთ ტაფაში ვამწყდა ყველას. საკითხი არის მის ვინ კაია და ვინ ცუდი. საკითხი ასე, მართლმადიდებელი დოქტრინა ეს ის დოქტრინაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ღმერთს დაუბრუნდება? პასუხი: არა. მორჩა. მე არ ვსვამ საკითხს კაი მღვდელი, ცუდი მღვდელი. რადალებს კაი ადამიანს და მერე კაი რო ხარ, ჩემზედაც არის დამოკიდებული, მე გექცევი კარგად, შენც უნდა მომექცე კარგად. მოგეფერები, შენც მომეფერები, გასიყვარული პატრი. და ეს ახლა ესეთი კარგი ურთიერთობები ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ ძირითადად ვართ დამოკიდებული ჩვენ თავზე, ჩვენ ინტელექტზე, როგორ დაგვიკავშირდება ადამიანები. თუ შევაგინებ ადამიანს, შემომაგინებს ისეც, ხო? ამიტომ კარგი, ჩემგან დამოკიდებულად კარგი არ არსებობს. თქვენ ვისაც ეძახდით კარგი ადამიანები, რო ჩავატაროთ და გაჩვენებთ რომ ცუდია. საკმარისია მას ლექსიკონი შევცვალოთ ჩემი მიდგომა მასთან. დაუწყო მას ლანძღვა, თათხვა, გინება და იგივე გააკეთოს მაგან. ესე ადამიანი ესეა. ან თუ არ იტყვის ამას პოლიტიკურად ზურგს უკან ტყავს გამაძრობს. თუ ამან არ გაჭირა ფიზიკური იმითაც რომ ამოვარტყა, ხელი იქნება თუ ფეხი, იგივეს გააკეთებს ეგა. ასე რომ რას ნიშნავს კარგი ადამიანის? ეს ჩემი დამსახურებაა რომ კარგია. ვინც რომელიღაცა იტყვის, აი მაგალითად თქვენ იტყვით ენ პიროვნებაზე იტყვით ეს კარგი მამა უარი. იმიტომ არის კარგი რომ თქვენ ახართ კარგი, მე ასე იტყვი. თქვენ როგორც ეკცევით, აი ეს ამას ესე ეპასუხება. აბა შეცვალეთ თქვენ მასთან ურთიერთობა.
აბა შეცვალეთ. გამოჩნდება იგი კარგია თუ ცუდი. გააკრიტიკეთ, გალანძღეთ და მართლაც ის აიფოფრება. იმავე წუთში თქვენ წინ ეს ვინ ყოფილა. როცა იძახით ადამიანზე კარგია ის თქვენი დამსახურებაც არის. თქვენგან დამოუკიდებთ ეს კარგი არ არის. თქვენ აღიქვამთ ესე, იმიტომ რომ ეს დილობიანი თქვენ ახართ კარგად და კარგად გექცევა. ახლა მართლაც შენ კარგად ეკცევ, ის ცუდად რატომ მოგექცევა? ამიტომ მეორე ადამიანი, რომელიც თქვენ აღიქვეთ არასასემოთ არა, ესეც თქვენი დამსახურებაა. თქვენ მოიქეცით იმას კარგად. ამიტომ ვიძახი, ესეთი დაყოფა კარგი ბრძოლა თუნდაც ჩემთვის მიუღებელია, როცა ქრისტიანობაზე ალაპარაკი. ქრისტიანობის საკითხი ასე ისმის. ეს დოქტრინა ქრისტესთან მიგვიყვანს. ქრისტესთან მამასთან მივალთ. ამით ჩვენ სამოთხეში შევალთ. არადარ ეს დოქტრინა ძირშივე მცდარია თუ თქვენ წარმოდგენა გაქვთ სამოთხეზე, წარმოდგენა გაქვთ უკვდავებაზე და ეს იცით, მაშინ ამ უკვდავებას კი ეზიარებით, მაგრამ არა იმ მოცემულობით, რომელიც ბიბლიაშია, არამედ რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ არის და ეს კი ტოლფასია ჯოჯოხეთში თქვენი თავის ამყოფისა. აი ამიტომ ვიძახით, აქ რა არის მიუღებელი, რატომ მეჩხუბოს ადამიანი. გინდა სამოთხეში, ხო ვიცი რომ გინდა, ამით ვერ გახვალ. კარგი მღვდელია და კარგი მამაოა და კარგი დედაოა. კარგი იყო კომუნისტობაში, ფაშისტებიც კარგი იყვნენ. ყველა ოჯახში მამა დიდი უმრავლესობისთვის, ცოლისთვის მისაღებია. კარგი რას ნიშნავს? რა დახასიათება ესა? ჯერ ერთი რატომ უნდა იყოს ცუდი თუ მე არა ვარ ცუდი შენთან მიმართებაში, ხო? და აიგივებენ, ესე იგი, რადიკალურ მიდგომას, მართლმადიდებლურ დოქტრინასთან, ჩემსას აიგივებენ, რასთან, რომ ეს ნახეთ რა არის, ყველა ხომ არ არის ესეთი. არიან კი გეთანხმებით, მე არ ვეხები მორალს. მღვდლების მორალზე მე არ ლაპარაკობ. სწავლებას ვეხები, დოქტრინას, არაბიბლიურია მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი. იყენებენ ბიბლიას, მაგრამ ეს ძირშივე ეწინააღმდეგება მთავარ თემებს ბიბლიაში რაც არის. ეს ეწინააღმდეგება დაბადებას, ეწინააღმდეგება სასწაულს, ყველაფერს ეწინააღმდეგება. ეს ეწინააღმდეგება ბიბლიაში ქრისტეს ღმერთად დასახელებას, თქმას. ეს ეწინააღმდეგება. არავინ არ სახავს ქრისტეს, აი ეგ დოქტრინები ღმერთად. როცა ამას დაასახავ შენ უნდა შეიცვალა. სასწაული ხდება. შეცვლილი კაცი მღვდელი როგორ იქნება, არ გამაგიჟოთ. და ამას კბილებით უჭირავთ ესა და მრევლიც დაიყო ესე, რა მოხდა ეს მამაო, არა ის კაი მამაოა და მე რა იცი რო კაი მამაო. ქვებს ხო არის რის არავინ ახლა. აი რა იცი ახლა კაი მამა, რას ნიშნავს კარგი მამაო? რა აქ კარგი? ეს ხო სუბიექტური, ძალიან სუბიექტურია. შენი აღქმა ეს. ამეთაც დავანახებ ვიღაცას რომ ეს პირობითი ცნება არის, რელატიური და როგორ შეიძლება რადიკალურად როცა ვიძახი ბიბლია მეუნება რომ არავინ არ არის მართალი. ბიბლია იძახის რომ არავინ არ არის კარგი და შენ რატომ მეუნები რომ ის კარგია? ის თუ კარგია, იმას ქრისტე აღარ ჭირდება. შესაბამისად, ისინი ქრისტეს არ იღებენ, იმიტომ რომ ყველა კარგია. აი სწორედ ამას ვეწინააღმდეგები და ეს არის რადიკალური მიდგომა, რომელიც საფუძველს იღებს ბიბლიიდან. აბა, ჩემ მოგონილი კი არა, მე კი არ დავწერე ახალი რელიგიური ტრაქტატი და იმას გაკითხებთ. ის კი არა ვარ მე რომელიღაცა რასელისტები და აი რაც წერია ბიბლიაში ის მე მჯერა და უფრო რადიკალური გზებს მივყვები. და რატო უნდა გამოცხადდეს ეს სალანძღავ სიტყვა სექტანტი? სალანძღავი სიტყვა ჩემს ლექსიკონში რადიკალურ იმაში არ არის. ეს სექტა არის კარგი სიტყვა. სატანასა და წუთისოფერსგან გამოყოფილი ადამიანი, რათა გზა ღმერთსკენ გააგრძელოს. ამ შინაარსს შევიტან და ვიტყვი რომ დიახ მე სექტანტი ვარ. გამოყოფილი შენგან, მართლმადიდებლებისგან, იდიოტიზმებისგან, კრეტინებისგან და ვარ დამოკიდებული ქრისტეზე. ასე რომ ესეც არიციან ტერმინი სადიხმარონე სექტა რა. გამოყოფას ნიშნავს ესა გამოცალკევებას რა. ეს სიტყვით ამას ნიშნავს. და შინაარსით ხომ მიხვდებით მე ვისგანა ვარ გამოცალკევებული. აი ამ სულელური შეხედულებისგან რაც ხდება შამღდელოებაში. და შესაბამისად ასეთი ფორმულირება სექტანტი ვარ. კი, ვეთანხმები, ხო სექტანტი ვარ. არ გეკუთვნის შენ და იმიტომ. შენ კიდე ჩემთვის ახარ სექტა სახელმწიფო დონეზე, არ გვეკუთვნით ჩვენ, ვინც ქრისტესთანა ვართ. შენც გამოყოფილი ხარ ჩვენგან. მე შენგანა ვარ გამოყოფილი, შენ ჩვენგან ქრისტიანებისგან. შესაბამისად ორივეს ტერმინი არის სექტა. შენც მართალი ხარ და მეც. შენც სექტანტი ხარ, ქრისტედან გამოყოფილი, მეც სექტანტი ვარ, შენგან გამოყოფილი სატანიდან. ისე აი ჩემ მე მგონიათ ახლა სიტყვებში მოგვიგებენ ესენი და სიტყვების თამაში კი არ არის, აქ აზრების დენადობა არის იმ ლექსიკური მარაგით, რომელსაც ჩვენ ფლობთ მშობლიური ენის თანახმად. არავინ არაფერი არ იცის. ეს რელიგია ცერემონიალების, ობრიადების, რიტუალების რელიგიაა. ისტორიული, შეფერადებული წარსულებით. რისი მონცემი ესა? როცა საქმე ეხება სულის ხსნას. და ეს იყოს ეს შენი კულტურა თუ გინდა და
ჩვენ სწორედ მაგას ვებრძვით და არა ის შენი თანამდებობა გადაყენება მინდოდეს და შენი ადგილი. ხლა თუ გონია რომ მე ღდულობა მინდა ან ეპისკოპოსობა ძალიან ცდები. სასაცილოა მართლა ვიღაცამ ვერბოკა გამიგებოს და მილიონი გადმომირიცხოს, დამინიშნოს ხელფასი მილიონი თვეში სიტყვაზე ვიზახი, გავბეროთ ციფრები ცდუნებისათვის და აღარ აი ერთი რომელიღაც სანზონის ეკლესიაში დეკანოზად გამაწესონ. მე თუ ამას დავთანხმდი, მე ქრისტიანი იქნები. ესე იგი მე სულ ვიტყვებოდი აქამდე. ამიტომ ის კი არ მინდა შენი პოსტი ღმერთმა დაამიფაროს სამღვდელო პოსტისაგან. სიკვდილის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და მან თუ შევედი მოვკვდები ესე იგი მე ხო რა თქმა პირადი ბედნიერება მილიონები თუ მე ჯოჯოხეთში დავამთავრებ სიცოცხლეს როგორც იმ დიდარმა დაამთავრა ლუკა მახარებლიდან. ამიტომ ჩვენი რწმენის შესატყვისი უნდა იყოს მოქმედება და ჩემი რწმენა არანაირად არ ამაძლევს უფლებას რომ მოსყიდულები იქონ ამ მართლმადიდებლების მიერ თუნდაც ტრილიონი იმაზე დამიდორი. ეს როგორ არის კი თანხა რომ სული გაიყიდოს? ესეთ რამე არ არსებობს რა. და თუ გაიყიდა სული არ ყოფილხარ ესე იგი სულიერი და რწმენის კაცი. და აქამდე იტყვებოდი რომ ვიღაცას მეტი თანხები მოეტანა და გადაგებირა იმ ხარეზე. არა კაცო ვიძახი მართლმადიდებლობით ქართველი ერი სამოთხეში ვერ შევა. გინდათ სამოთხეში შესვლა მიაკითხეთ საღვთო წერილს ბიბლიას, ცნობარები დაიდეთ, ვისაც მეტი განათლება უნდა ამ საკითხში. არის ძალიან კარგი ლიტერატურა და საბედნიეროდ მოსახლეობა მისწავლა ორი ღირი ინგლისური, ორი ღირი ფრანგული და ყველა ზღერები რო შევარერთოთ, პოლიგლოტი გამოდის ქართველი. რაღაცას როგორ ვერ არის რუსული ხო ქართულადაც არის რაღაცები ის წყალობით ყავს ქართველებიც რაღაც ინფორმაციებს რო გასცემენ და მოვაკიდეთ თაობა რომელიც უფრო მეტად იმუშავებს ამ საკითხს არ იმუშავებს თავი გაძვირები ხო რა პრობლემაა იმიტომ რომ შეგონებებით არაფერი არ ხდება ლამაზი სიტყვებით არაფერი არ ხდება იქნებ გამოვაფრთხილდოთ ესენი აი ესეთი რადიკალური ფრივოლური მეტაფორებით და იუმორით და იმით რომ თავკომბალები უძახო ამას იქნებ შერცხვეს და გამოვიდეს რა იმდენად უნამუსოები არიან ესენი ზაღლიყებს ქარავანი მიდის კაც მე ჩვენ ხომ მაგრად ცხოვრობ ვიღაცა სულელი არის თან კიდე უკვე არის დიდად სულ არ ანაყლეს ახლა შაუმდელოებას მრევლი იქნება მასთან თუ არა იმიტომ რომ მრევლით ესენი მაინც 100% მრევლზე არ არიან დამოკიდებული ახლა ისეთი დრო მოვიდა რომ სხვა დაგაფინანსებს იგი რუსები დაგაფინანსებს სულ მრევლი რო აყავდეს საქართველოს სამღვდელოებას რუსები დააფინანსებს არაფინანსებდნენ სახელმწიფოც აფინანსებს შეიძლება არც ერთი მღვდელი არ მოკვდება საერთოდ მრევლმა საერთოდ რო არის რუსმანდ მაგრამ აი აქ მრევლი თუ არ მივა ის დამთავრებულია იმის ამბავი არაფერი არ აქვს ის მრევლზეა დამოკიდებული შესაძირებს მას არ აყავს სპონსორი არ აყავს იმიტომ რომ ის განწესდა დიპლომი მიცეს და ეხლა თვითონ უნდა მოაგროვოს ამან მრევლი დააჯეროს რასაც აკეთებს და მრევლზე იქნება დამოკიდებული ეს ვინ რაც გაიმეტებს რომ ქირა გადაიხადოს სახლს დააქირანი საჭმელი ჭამოსი მაგრამ ამასაც უკვე გაცდნენ პროტესტანტები და ესენიც ბიზნესში გადაბარგდნენ ძალიან ბევრი ვერ იცხოვრე ახლა მრევლზე ზოგი 20 კაციანი ყავს ზოგი 100 კაციანი და ან ჩაგიგდებს $20 და ან არას თანაც ეგეთ შენობა შესანახია მე რაღაც ალღო სახში პარალელზეც გინდა რა ბიზნესი და გონიათ პროტესტანტულ იმაში ბიზნესში არ არის მე პასტორები ძალიან ცდებით მარტო მართლმადიდებლებს უნდა გამოვეკიდები და ქვას მარტო მაგას ნუ ვესვრით ლიბერალიზმი ყველგან არის ახლა აქაც არის ყველგან არის არ ვიცოდეთ მაინც აქაც იყენებენ ამას ხო და მოიგდეს ცხოვრება და ესენიც კარგად გრიელებენ პასტორები ხუთ ვარსკვლავიანებში მანქანებს სახლებს ყიდიან და იცით რამდენია ესე არ გამიგოთ რა რომ მართლმადიდებლები მარტო ყვავი ესეც კაი ყვაოსნები არიან და ქვეყანა საითკენ მიდის ხედავთ აი წინასწარმეტყველება ბიბლიის ზოგ არა ვართ ახირებულები და ჩვენ რადიკალური ქრისტიანის ქრისტეს და ბიბლიის მორწმუნეები ვართ. ასეთები კი სოფლიოში იყო ალბათ ბევრი და არის, მე არ ვიცი რამდენია და დღეს რასაც უყურებ ჩემს ირგვლივ ამას არ იზიარებს არავინ. უნდა შეარბილონ, უნდა რაღაც, არა, ისეც არის ბიზნესის კაცო. არა რა. არა. რა ბიზნესი, რის ბიზნესი? აუცილებელი შენ რომ ბიზნესზე ხარ დამოკიდებული, გარაგულწრფელი იქნები, მრევლზე უნდა იყოს დამოკიდებული, მრევლზე. პავლე მრევლზეც არ იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ ართული და საჭიროდ მე ვიმუშავებ და მე იქით დაგეხმარებით. ეს თან პასტორობდა, თან თავის ოფლით შემოსულ ფულს ხვებს აძლევდა. აი ესეთები რო გაგვამრავლოს ღმერთმა, მაგარია. ესენი გულაობენ რა იქიდან, აქიდან და რაღაცა კაი აცვიათ, კაი ჭამენ, კაი სასახლეები აქვს და ეს ჩემთვის არის პირადად ჩემთვის არის მეუღებელი, თორე ანუ ვისაც უნდა იცხოვროს რა პრობლემაა. და როცა ამას მე ვახმოვარებ, რატომ უნდა დამეცე თავზე ტობა შენი სინდისი მხილებულია. ხაბა ისე გააგრძელე ისე ცხოვრება რა რას გამოიენთები ახლა ქვებს მესვრე იცი რომ შენ რასაც საკეთებ შინაგანი ხმა გეუნება რომ მამაძალო რა არის ეს ახლა ნიკოლოზამ და ანტონიმ რომ მამაძალო 800,000 შემოსავალი რო აქვს ეს კიდე კაპიკებს ითვლი და ესე დარწაღლი ესა ხელფასი 800,000 კაცო არო 7-10 შვილი ყავსო და 10-ვე სორმონის უნივერსიტეტში უნდა სწავლა
და შენი შვილი არის ისა და სხვები ის არის კაცო გადაყრილების ეგ ოჯახის მღვდელი ყოფილიყარ შეკეთილი ძაღლო შენა ამიტომ ვიძახი მღვდლობის ინსტიტუტი იესო ქრისტემ გააუქმა მასმე როცა გოლგოთაზე ავიდა აღდგა და მღვდელმთავრად დასახა თავისთავად და ეს არის ჩვენი მღვდელმთავარი და საერთოდ წერილი ყველა ადამიანის გულის საკითხავი წიგნი არის და ამის მეშვეობით ხდება ტრანსფორმირება ადამიანისა დაბადება გაერთიანებული დაბადებული ადამიანები არიან ეკლესია ცოცხალ ადამიანთა ერთობლივობა რო ქვია და ნებისმიერი შენობა მათთვის წმინდა ადგილი კი არ არის ნებისმიერი შენობა არის ღმერთის სიტყვის მოსასმენი ადგილი სადაც 2 ან 3 შეიკრიბება მეც იქავარ ძველ აღთქმაში ეს არც არ წამიკითხია არ წერია ძველ აღთქმაში არსად სადაც 2 ან 3 ეს ახალ აღთქმაში არის იმიტომ რომ ძველ აღთქმაში იერუსალიმის ტაძარი იყო შესაყრებელი იმ ხალხისა რომლებიც იყვნენ ცოცხალ ღმერთთან და აი იმ ტაძარში უნდა მისულიყვნენ ჩაეტარებინათ ის რაც მოცემულობა იყო და ამიტომ აქ მნიშვნელობა ტაძრის დანგრეულ ტაძრის აშენებას რასაც აკეთებენ ბაბილონის დაბრუნებული ტყვეობაში იუდაველები და მიუხედავად წინააღმდეგობისა ღმერთმა მაინც მოიხმო ანგია მალაქია ზაქარია და გაამაგრა ხალხი და ტაძარი ააშენეს მაგრამ ის ისეთი ხუროთმოძღვრული აღარ იყო სოლომონის დრო რო იყო ეს იყო შესაყრებელი ადგილი ღმერთის სიტყვის მოსმენისათვის და მართლაც საღვთო წერილის 5 წიგნეულს აი მას კითხულობდნენ და ახალი აღთქმის თანახმად ეს აღარ არის საჭირო ერთ ადგილზე მანდამაინც იერუსალიმში რომელიღაცა წმინდა ადგილად გამოაცხადოთ კედლები უკოცნოთ იქ არის რაღაცა მადლი ეხლა სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემინებით მეც იქავარ თქვა იესომ და ამას თუ არ აღიარებს მღვდელი მე იმის წვერები რაჯანდებათ მინდა კაცო წვერებს მეც მოუშვებ აგერ და მოშვებული მაქვს აგერ კოჭებამდე მოუშვებ თუ გინდათ უცხო ყურისთვის რა თქმა უნდა მე რაღაცა ცოტა შეაჯროზე ვიცი როგორი ესეთი ჰუმანისტი ტიპები არიან მაგრამ ეს სპეციალურად არის ჩემი ესეთი შეგნებულად ლიტერატურული ფორმებითა და ლინგვისტიკის ფორმით რო ვლაპარაკობ იარაღს რო ვიყენებ ეს შეგნებულად არის შეგნებით შენი ჭირი მე შენ გენაცვალე მღვდელო და არ ჭერის ეგ არა ან მრევლი ძირითადად მრევლზეა მღვდელი სულ არ მაინტერესებს მღვდელობას არ დაანებებს თავს ეგ ახლა ამაზე არ ვიდაოთ მე ვლაპარაკობ მრევლი რამ გამოათაყვანა მრევლი რა ქრისტე გინდა და ქრისტე სახში ყავს სად მიდიხარ გულშია შენთან წერილია გამოგზავნილი ეს დახურული გაქვს წერილი და სხვასთან მირები ხარ ის სხვა რამე შეგაყვარებს ეს წერილი გამოგიგზავნა საყვარელმა შენ ამას არ კითხულობ და გარბი ხარ ან კიდე ამ წერილს რო გამოგაგზავნე სხვა საკითხებ სწორია მაგალითად მე რო წერილი გამოგიგზავნე თქვა მეზობელს წააკითხოთ წაგიკითხავთ მე მთელი რიგ რაღაცეებს ეგ ისეთ რაღაცეებს რაც თქვენთვის არის განკუთვნილი ის დაბლოკავს ამას და თავის იმებს ჩართავს რაღაცნაირად ან დაგიმალავს ან წერილს დაგემალავს ხო ბევრს დაუმალია წერილები ასევე იყო პერიოდი როცა ბიბლიას გვიმალავდნენ ღმერთის წერილს ეხლა წერილს არ გვიმალავენ მაგრამ სხვა გვიკითხავს მღვდლები გვიკითხავს თავისებურად შენ კიდე არ კითხულობ ხო და ამიდგინა შენ შეხვიდე იქა მღვდლით სადაც ქრისტეა იქ მღვდელს რა უნდა არ გამაგიჟოთ რა უკვე ამთავრდა რა მღვდლების და ლევიტელების ინსტიტუტი რომელიც ღმერთმა შექმნა თავად გააუქმა აი იყო გამაუქმებელი ლენინი კი არა რომ იშენებ ისევ ამას ახლა ლევიტელი ხარ თუ ვინ ახარ აარონის შთამომავალი ახლა საქართველოში ვინმე ფორმალურად აქ ამ საკითხთან უფრო ახლოს პროტესტანტიზმი მივიდა რომელიც გადავიდა ახლა სისულელეებში უფრო ახლოს მივიდა ამ საკითხთან მართლაც გააუქმეს თელი ისინი ადგილი წმინდა არ არის ესეთი პროტესტანტებში სადაც შენობაში შეხვალ ის შენობა არ არის წმინდა მისტიური გაგებით შენობა არ გვაწვიმდეს არ გვათხოვდეს და თანამედროვე სკამებით და უბრალოდ მოისმინოთ ღმერთის სიტყვა თუ 8 კაცი ვარ სახლი სადმე დავიქირავოთ და თუ ახლა 1000 კაცი ვარ და 2000 შევაგროვოთ ფული და ერთი სახლი დავდგათ დიდი დარბაზით და იქვიაროთ ხო რასაც აკეთებენ პროტესტანტი მრევლის წარმომადგენლები აი რუსებმა კალამიცებთან შეაგროვეს 5000 6000 კაცი აიღეს ცეცხლი დადგეს მშვენიერი სახლი თავისი პარკინგებითა და მიდიან კვირაში და სახლი აქ ძალიან იკრიბებიან იქ და უსმენენ მშვენიერია წმინდა ადგილი კი არ არის უსმენენ გადაგებებს ასე არის მაკარტურთან მან კიდე კედლების კოცნა წმინდა ადგილი აქ ესე არ შემოხვიდე ხელები ტრაქზე არ დაიწყო ესე იარე არ დაჯდე იდექი რა უბედურება უსმინე პუტუნს გაბრუებული რაღაცა ჩუილი არის სანთლები გამოდიხარ როგორ იცი აი გამოთაყვანებული ხო შეხვედი გამოთაყვანებული უფრო გამოთაყვანებული გამოდიხარ რა სუნი არის რა პარაფენის არის როგორ არის გაბრუებს ეს ფილტვებში მიდის გოლნებაში და ცოტა რაღაცა გაბრუებული ხარ რელიგია ოპიუმდლიან აროდა ეს რა არის არაფრად არ არის ეგ სწორი შემოკარგება გვახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვა მათე მახარებელი და მე-18 თავის მე-20 სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით მეც იქავარ ეს ყველასავე წყდება
გავს ტექსტს ძველად ხმაში ვერ იპოვით. იმიტომ რომ იქ დაწესებული იყო ესეთი ადგილები. ჯერ მოძრავი კარავი რო დადიოდნენ, მერე რო გაჩერდნენ ერთ ტერიტორიაზე, ცენტრი იერუსალიმი, რელიგიური და იქ უნდა შეკრებილიყო ხალხი და იქ უნდა მიეტანათ და ეს ცერემონიალები და ძალიან მძიმე სამუშაო, რასაც მღვდლები და ლევიტელები ასრულებდნენ, არც სახლი ქონდათ, არც კარი, არაფერი, მთელი ხალხი ყვებავდა ამას, ეს ღმერთმად განაწესა ვიდრე იესო ქრისტემდე. და გაწყდა ხალხი წეში და მღვდლებიც გადაუდგნენ ამას და სულ ამის შეგონება და მოვიდა იესო ქრისტე და ეს გაუქმდა. აღარ არის საჭირო. თქვენ ახალ აღთქმაში არსად აღარ წაიგითხავთ ამას, რომელიმე ერთი ადგილი არის წმინდა ადგილი და იქ ვცეთ თაყვანი ვიღაცას. არ არის. ნებისმიერ სახლშიც იკრიბებოდნენ ყველგან, სადაც გინდა გარეთ მზის ქვეშ, სინაგოგში, სადაც გინდა ქრისტეს სიტყვა იქადაგე და სულ ერთია სად შეხვალ. მეჩეთში შეხვალ ქრისტეს სიტყვა იქადაგე, მაგრამ მეჩეთში რო ქრისტეს სიტყვა იქა, გამოგეკიდება მთელი მუსულმანები. მართლმადიდებლურ ტაძარში შეხვალ ქრისტე იქადაგე. ახლა მღვდლები გამოენთებიან, კონკურენტი ვისრათ უნდა. და ასე იყო რო აგდებდნენ სინაგოგიდანაც და კეტებით დაძდებდნენ პავლესაც და იესო ქრისტესაც. რომ არ იყოთ მოტყუებული და არ იყოთ რაღაცა ბრმა რელიგიის მიმდევარი, რომელიც რეალობა არის და რაღაცას რო იგრძნობ და აისვენებ, კარგად ახარ რა და აღარ აგაქვს შიში, იცი ვაიმე, მოდელთან არ ვიყავი დღეს. აი სადაც ხარ აღარ აგაქვს შიში, იმიტომ რომ შენთან არის ღმერთი. სადაც ხარ, აი სად იქნება საბერძნეთში ეს, სადღაც ეგ გამჩატკაზე თუ სად შენთან არის ღმერთი. იმიტომ რომ აღარ არის საჭიროება იერუსალიმში წახვიდეთ, სამებაში წახვიდეთ, ან კანადაში მართლმადიდებლურ ტაძარში შევარ და შეშინებული, იქ სანთელი უნდა დაავანთო. აღარ არის საჭირო სანთლის დანთება. სახში დაანთებ თუ ესე გინდა, შუქი თუ ჩაგიქრა, სანთელი უნდა დაანთო, რა უნდა ქნა. რაღაცა შუქი ხო გინდა. მაგრამ ახლა სანთელი ახლა გას უნათებს მკვდარს და რაღაცას, ეს ყველაფერი არის მისტიკა. სპირიტუალიზმის უამრავი რაღაცები, მომენტები შემჩნევა მართლმადიდებლობაში. ფულის გასაკეთებელი კარგი საშუალება ახლა მოდი ვთქვათ, რომ ძალიან კარგი ისინი გაიბერა და უამრავი ტელევიზია, რადიო, ეს იგივე შეიერთა არქიტექტურა. სინთეზირება მოახდინა, მხატვრები, გალობლები გალობენ, იქ მოსამსახურე ბანაკებია, ქალების, კაცების და არქოს მონაზვნები, ბერები, მიწები აქვს, ნაკვეთები აქვს, ქსოვენ, ჭამენ, სვამენ, ქვეყანა თავზე გვემხრობა და შემოდის ჩინელები, ინდოელები, გამრავლებიან და ბოლოს ამათაც მიადგებიან. ჭეშმარიტად, როცა ქრისტიანი დაბადების შედის სფეროში და იგრძნო დაბადების რაღაც რეალობა, აი მას აწუხებს უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრება. ქრისტემ როგორ გაძლო 3 წელიწად ნახევარი, ეს მოღვაწეობა და ისე 33 ნახევარ წელიწადი პირდაპირ გმირობაა რა. ყველაფერს გძნობ და იცი, ჩვენ ხო ბევრ ამას ვერ გძნობთ. ხო, მაგალითად ჩვენ ვერ იგძნობ, ვინ რას ლაპარაკობს შენზე ზურგს უკან, რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ახლო. ვერ კითხულობს ხვის აზრებს. აი ეს ყველაფერს გძნობდა. ხო, და წარმოიდგინე რამდენი მტრების აზრებს კითხულობდა ეგა. ცუტრაძნელია, ჩვენ ელემენტარული შენიშვნები წყვიტავს რა წელში და კაი ტიპის წარმოდგენა გვაქვს კაი ტიპის ჩვენ ყოველთვის ცუდად წარმოვიდგენთ სხვას. ჩვენ აპრიორი ვართ კაი ტიპები. აი ეს არის შეცდომა. ქრისტიანობაში აპრიორი კაი ტიპობა არ ამართლებს. აპრიორი ქრისტიანობაში ვართ ცუდები. აი იქიდან წემარწმენა. ცუდები განა ესეთი მორალური ტერმინი კი არ არის ესა. ეს ცუდები არც ახირებული სიტყვა არის და არც ესეთი საკაიფო რო აი მიტრაბახოთ ამით. მოკლედ ეს ყოფიერება, რომელიც აპრიორი გვახასიათებს ჩვენ, ღმერთს დაშორებული არის. ვინც შემქავნა იმასთან საქმე აღარ მაქვს. ედემის ბაღში როცა ადამიანი და ევა მთლიანად დამოკიდებული იყვნენ ღმერთზე, ეს პრობლემა არ ექნებოდათ. მოწყდნენ და გაუბედურდით. ჩვენ და ბედნიერებას ვეძებთ ჩვენი იმით, აი როგორც გაღლი მოწყვეტილი პატრონს დარბის ქუჩაში ეძებს საწავი და ის ეძებს რა. ელოდება მატარებელს თუ ეს იცოდა რომ იქნება თვითფრინავს. ჩვენც ღმერთის გარეშე ვეძებთ ღმერთს. და რაღაცას რომ მივაგნებთ, გონია რომ გონი გავბედნიერდით. და ბოლოს ყველა ხვდება სარეცელთან ბოლო უკვე ფინიში, ცხოვრების ფინიში არის სწორედ რა, სულთმობრძაობა. აი იქ არის ძალიან ბევრი ცუდად რა. იქ ყველა გადახაზავს ცხოვრებას რა, ეს რა მიცხოვრია, სად ვიყავი, ეხა რა არის და აი აქ თუ მთლიანად არ მოტრიალდა ადამიანი, აი იმას არაფერი არ იშველება. ადამიანი აწმყოს შეგრძნებაში არის და არა წარსულ მომავალში. აწმყოში კიდე როგორ დაიმშვიდებ თავს, იმით რომ წარსულში ხინკალს ჭამდი და გეიფობდი. აწმყოში ცუდად ტკივილები გაქვს. იმიტომ ეს ყალბი ის არის, რომ იტყვიან, ადრე ვიგრიალე და მეტი რა შემჩა. აი ახლა ვიგრიალებ. ნეტარების შეგრძნება არის მუდმივი ნებისმიერ სიტუაციაში, რომ თავს კარგად გრძნობ. შარშანი მეკა ბედნიერი ვიყავი და ამ პრეზიდენტი ვიყავი და დღეს ამით რა უნდა ყველაზე ცუდად არის ის კაცი, ვინც მწვერვალიდან დაგორდება. ხო, იყავი პრეზიდენტი და დღეს ხარ დევნილი. წარმოიდგინე, როგორ დაიმშვიდებ თავს, რომ შენ ხო იყავი პრეზიდენტი. აი აწმყოში ხარ გაუბედურებული და
წარსული ეს მეხსიერებაშია და ის წარსულის ნეტარება მეხსიერებაში ამძაფრებს შენი აწმყო ტკივილს. ამიტომ უნდა დაივიწყო ის რომ წარსულში შენ კაი ტიპი იყავი. ბიბლიაში წარსულში ცუდი იყავი. ეხლა ხარ კაი ტიპი, როცა ქრისტე მიიღე. ნახეთ, ქრისტიანობა მარადიულ აწმყოს აფუძნებს. და არა ქრისტიანობა წარსულში გაბრუნებს შენ და წარსულში თუ კაი რაღაცა გაქვს, უფრო მეტად გამძაბრებულია ტანჯვით, წარსულის კაი წარსულით შენი აწმყო ტანჯული. აძლიერებს უფრო ამ ტკივილებს და გახსენება არ უნდა არავის. განსაკუთრებით არავის არ უნდა გაიხსენოს ქალების იმაში არის ლამაზი ქალებს სარკეში ვერ ჩაახედებთ მაგ დროს. ძალიან აშინებს რა, რაღაცნაირად ღიზიანდებიან. იმიტომ რომ აწმყოს შეგრძნება უფრო არის რეალური ვიდრე წარსულის. წარსული მეხსიერებაა და შეგრძნებაში წარსული არ შემოდის. ფანტაზიაში გადავდივართ და ძალიან ბევრი მე წარსული ცხოვრობს და რეალობის აღქმა უჭირთ. გაღიზიანებულები არიან რეალობაში, რომელშიც თავისი უძლური სხეულით უკვე მოვიდნენ და ის ძველი დიდება წარსულის კუთვნილებაა და ვერანაირად ეს ვერ გაახარებთ, რომ აიღოთ ესეთი მაგალითი, აი, თქვა მარადონა ხა დაჯდება და დატკბება წარსულად რა მაგარი იყო. ეგ ხო ტყუილია. პირიქით რომ ნახავს, რომ ჩაურთოთ ვიდეო მას, უფრო გაუმძაფრდება ტკივილი აწმყოში. რომ იმის წარსულის თავისი წარმატებები წარმოუდგება აწმყოში და რომ არაფერი არ არის დღეს აწმყოში, ამას ძალიან განიცდ ისეგა. და ესეთი ადამიანები არ უყურებენ წარსულის თავის დიდებას, რომ იცოდეთ. ამძაფრებს ტკივილებს, თუ ამას გონიერება არ დაამატე. ზოგადად რატომ მოყევეს მაგალითად, რომ ადამიანი აწმყოში არის სულ. მუდმივი აწმყო გვაქვს. ბიბლია გველაპარაკება სწორედ აწმყოზე. და ფორმებსაც ირჩევს ახალ აღთქმაში, სულ აწმყო იმაში, განსაკუთრებით ქრისტეზე როცა ლაპარაკი. გრამატიკული ფორმები ყოველთვის აწმყო, მარადიული აწმყოზეა დაყენებული საკითხები. რომ ეს არ არის წიგნი, რომელიც აი ძველად დაიწერა და ძველ ხალხს ჭირდებოდა. შემოგვაცვდებ ეს ფიზიკური ტანსაცმელი და ვტყოვებთ ამ ქვეყანას, რომელიც შეგვაჩვიეს, შეგვაყურეს ყალბი თეორიებით და სრულ დაპირებებით გვითხრეს ჩვენი უკვდავების სრულწმენით გაგვიჟღინთ ეს და ამ დროს ბერდებით დაკვდებით რა. და არც კი ვიცით ეს ყველაფერი მრჩება. ოხრად რჩება ყველაფერი. ადამიანები აგროვებენ, წყალობენ, იტანჯებიან ხო. და ეს ბოლოს არაფერი არ რჩება, შენი არაფერი არ არის. მით უმეტეს თუ უტოვებ ისეთ ადამიანს, რომელიც ერთ კვირაში გაგინიავებს ყველაფერს, ახსაც მიგიყიდის და კაზინოში დაამთავრებს ცხოვრებას. შენ წვალობდი, იმან გაანიავა. ამიტომ ნამდვილი რეალურ ცხოვრებას ბიბლია გვასწავლის აწმყოში. ჩვენი ხვალინდელი დღე იგივე აწმყო არის. აი ამ აწმყოს გაგრძელება არის ხვალ. თვისებრივად ხვალინდელი დღე ახალი კი არ არის. რომ აი ხვალ ახალი წელი რაღაცას მომდან. ახალი წელი არ არსებობს ესეთი ცნება, ეს არის წლის თავი. დასაწყისი. დეკემბერი წლის ბოლო. და ახალი ეგ არ არის. ხო არ რომ ახალი წელი და ახალი წელი მოგიტანთ ამას და იმას. რას მოგიტანს კაცო, რას ლაპარაკობ? რაც აგაკ ამ აწმყოში 31 დეკემბერი აწმყო გადადის ეს 1 იანვარში. და რა თავიც აგაკ რა, მაგრამ კი ის გადავა იმ ხვალ. დღეს შე რაც აგაკ ის გექნება ხვალაც. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. და ამას ნიშნავს მარადიული აწმყო. და ეს უნდა იცოდეს ადამიანი, არ არსებობს არც წარსული მეხსიერებაში ემატო. და არ არსებობს ჩემთვის მომავალი თუ ვინმე არ მითხრა, ვინც მომავლიდან მოვიდა. მომავალი როგორც რეალობა. რა მოდის, აი მომავალი რა არის? თავისთავად ობიექტურად მოდის, მე მივდივარ, ენტროპია. და არის კი რეალობა, როცა ჩვენ ვწოდეთ მომავალი ჩვენია. აი რომელი მომავალია ჩვენი მატერიალური, სულიერი? რომელი მომავალზეა ლაპარაკი? აი ამ ტერმინების იმან რამდენი დაბნეულობა წარმოშვა იცით. ბიბლია გვაძლევს რაც ცნობას, იცი რომ ადამიანი არის არა ერთ განზომილებიანი რაღაც არსება, ან ერთჯერადი. ადამიანი დაიბადა და იქნება და იქნება. აი ეს იქნება და იქნება შეიცვალა რით იცი გარდაცვლით. ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავდივართ ესა ჩვენი უტვინობის გამო. თორე ამას არ გავივლიდით. ღმერთთან მიბულობის გამო ვიყავით ესე შექმნილი, ვიქნებოდით კარგად, მაგრამ რომ მოვწყდით, დავშორდით რამას, დაიწყო ჩვენი გარდაცვალება. უნდა გარდავიცვალოთ. გარდაცვალებას ორი ფორმა აქვს, კარგი და ცუდი. გარდაცვალების კარგი ფორმაა დაბრუნება იქ საიდანაც მოვწყდით, გარდაცვალების ცუდი ფორმაა დაშორება იმისგან, რასაც ახლაც განვიცდით დაშორებას. მაგრამ ჩვენ არ გავქრევით. ჩვენ ვიქნებით და ვიქნებით. ასეთი შეიქმნა ადამიანი. და როცა ადამიანს ამას დააშორებ და წვალობენ, რა საწოდავი არიან ის ადამიანები, ვისაც არ უფიქრია ამაზე საერთოდ რაც მეტაფიზიკურ საწყისებზე. ნუ ბიბლიაზე ლაპარაკი ზედმეტი ეს წიგნი ამათვის არის ზღაპარი. მე ძალიან ძნელი წასაკითხია ადამიანს, ვისაც გავარჯიშებული გონება არ აქვს, ინტელექტუალური, იმიტომ რომ ისტორიული წიგნია ეს, ისტორიული, ქრონოლოგია აქვს, პერსონაჟებია, მოქმედებებია, ეს ყველაფერი უნდა გაიაზრო.
და ამის გმირი მთლიანად ამ სივრცისა ტრანსცენდენტიდან შემოსული ღმერთი არის, რომელიც კავშირს ამყარებს ემპირიასთან და მერე განსხეულდება ემპირიაში. ესე იგი ამ გრძნობას სამყაროში. და მერე აქედან გადის. ესე ღმერთი მარადიული შემოვიდა, გავიდა. ზუსტად ადამიანი შემოვა, გავა. მაგრამ არის. ჩვენ ვერ ვხედავთ. ბევრ რამეს ვერ ვხედავთ ახლა ჩვენ ხომ? ჩვენი ხედვა ფიზიკური ხედვა შეზღუდულია ძალიან მაღალ დონეზე. მე თუმეტეს გონებრივი ხედვა ახლა ყველა ძალუც შევიდეს ისეთ სფეროებში, რომელიც არის სულიერი სფერო, ესე იგი არა მატერიალური. სულს როცა ვახსენებთ, ეს არის ისეთი რეალობა, რომელსაც ობიექტივაცია არ ახასიათებს, ესე გასაგნებულობა არ არის. აი ახლა ჩვენ ვართ ობიექტივირებული სული. ობიექტია ჩემი სხეული და ვარ გამატერიალურებული, ესე იგი მატერია, ხელშესახები, საგრძნობი და წარმომთქმელი. ამითაც შემოდივართ, მაგრამ ჩემი მატერიალური და სულიერი სინთეზი რო ვარ მე, მატერიით მე ხელს გართმევ, მოგეხვევი და ჩემი სულიერების ინტელექტურის გამოვლენაა ჩემი შინაგანი აი ეს აზროვნება, რომელიც არ ვიცი აზრები საიდან მოდის და ამას ვახმოვანებ. ეს არის სული, სულიერი ჩემი არსება. ყველა ადამიანის. და როცა ჩვენ ამ ფიზიკური მას ჩვენ შინაგან მეს ადამიანს გამოვავლენთ ჩვენი მატერიალურობით, აი ეს მატერიალურობა განწირული არის დასაშლელად და ეს რო იშლება, ჩემი შინაგანი ადამიანი ამით ვეღარ ხდება, ამით კომუნიკაცია შენთან. და სიკვდილი ქვია ამას. ჩემი სხეული მიწაში და ის რაც ამ სხეულს ამუშავებდა, მატერიალად აქცევდა, ის გამოვიდა და შევიდა იმ სფეროში, რომელიცაც სხეული ვერ დაინახავს, იმიტომ ის ჩამოშორებულია. და ის კიდე აგრძელებს იქ ყოფნას ამ სხეულის გარეშე. ეს სხეული მას აღარ ჭირდება. და არის არა მისტიური სული, არამედ ქრისტემ გითხრა, სულის შესატყვისი ფორმაც გექნება. ესე იგი, სულს ჭირდება ფორმა. ეს სულიერი ფორმა. ხილულ სამყაროში ჩვენ აქ მატერიული ფორმები გვაქვს, აი გასაგნებულობა. მე ეს რა წარმოქმნის ამას? ელემენტარული ძალიან უწვრილესი ატომური ნაწილაკები, რომელიც არ შანს. ჩვენი მატერიაც ამისგან შედგება. მიწიდან აღებული ეს ელემენტები. უმცირესი ნაწილაკები შეერთება, ესე და ჩვენ წინ არის სიცოცხლე. აი ეს მატერიალური. და ამაში არის ისეთი რამ, რომელიც განუყოფელი არის. არ ნაწილდება. ესე იგი, ხილული მატერიალური ატომური ნაწილებისგან არ შედგება. სული არ შედგება ამისგან, თუმცა დემოკრიტე ამას აწვევოდა. ხო, დაიყვანა ყველაფერი ამ ატომებზე და დაიშლება და ენერგია და აქედან მე ფიზიკა, ატომური ფიზიკა შევიდა რელიგიაში და სხვათა შორის ფიზიკოსებიც იმიტომ აღიარებენ ენერგიას და რაღაცას და სულის უკვდავებას, რომელიც არის ენერგია. ქრისტიანობაში არ განიხილება სული როგორც ენერგია და სული როგორც ფიზიკა. ეს არის ღვთაებრივი ნაწილია ჩვენში. და არა ღვთაებრივი, ყველაფერი მატერიალურია. აი ღვთაებრივი ნაწილი მარტო ადამიანში არის. და სწორედ ეს დაიკარგა ედემის ბაღში და ამის აღდგენაა იესო ქრისტე, როცა მოდის და ჯვარზე ეკორება და ჩვენ გვეუბნება, რომ შენ ეს უნდა იწამო და რწმენას შეუძლია ეს რეალობად აქციოს. აქაც ნეტარი იყო და მე ელოდები და ამის მთლიანი განსხეულება და განხორციელება იქით ხდება. ესე იგი, აღდგომა ძალიან რეალური, ობიექტური რაობა არის. და როდესაც თქვენ ამას ამოიღებთ, ქრისტეს შინაარსი ამოაცალეთ და ეს დარჩება ერთი ჩვეულებრივი ადამიანი 2000 წლის უკან დადიოდა სოფელ-სოფელ. და არაფრის მომცემი არ არის ეს. თუ დღევანდელი ეთიკური ნორმები საერთოდ სხვა რაღაცას კარნახობს დღევანდელი სოფლიო მორალი. სრულიად საწინააღმდეგობა იმ მორალისა, რომელიც 2000 წლის უკან იყო რომელიმე ქვეყანაში. სხვა ოფიციალური მორალი იყო რომის იმპერიაში. ეგ ახლა ესეთი მორალი არ იყო აქ რო არის ახლა. თუმცა იქიდან ბევრი რამე აიღეს ახლა ხო ჰომოსექსუალიზმის ესე იგი სახელმწიფო იმით გამოცხადება, ნებაყოფლობით რაღაც საშუალება და ასე შემდეგ და თანასწორ უფლებიანობაში აღდგა ჰეტეროსექსუალიზმთან ერთად. ეს რომის იმპერიაში არ იყო. და ასევე თუ არის სამეძაო სახლები, საროსკიპოები ქალთა, ასე იყო იქ ანტიკაში, ანტიკურ ეთნში მამაკაცთა საროსკიპო საქმეები, ჰომოსექსუალისტების საროსკიპო საქმეები. ამ ქვეყანაში ჯერ არ ჩანს ესეთი ბორდელები, რომ მამაკაცებთან დადიოდეს. ბორდელები არ არის. მაგრამ ჰომოსექსუალიზმი არის. აი ანტიკურ სამყაროში იყო ბორდელები. მამაკაცის, იყო ქალების. ამ ცნობებს გაკვირვით გვაძლევს ხო ანტიკური წყაროები, თქვათ პლატონის ფილოსოფიაში და სოკრატეს შეხვდებით ამ მინიშნებებს, რომ მე არ დამაბრალოთ, რომ ჩემი ფანტაზია არის. ჩვენამდე მოღწეულ ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით ვიძახი ამას, რომელიც ამოვიკითხოთ, რომ კი არ ვარ ნამყოფი მე. ასევე იმ ისტორიკოსების, რომლებიც სვეტონიუსი და ის გადმოგცემს იმ რომაელების იმპერატორების ცხოვრებას, ეს 13 იქნება თუ 14 და იქ ყველაფერი ეს წყაროები არის, ხო, დაახლოებული პირველი საუკუნე, მეორე საუკუნე. ჩვენამდე შემონახული არის ეს წყაროები აქამდე რომ მოვიდა.
ანტიკური ცივილიზაციის მორალურ ცხოვრებაზე წერდნენ სენეკა, პლუტარქე, ციცერონი. ესენი შემონახულია მაღალ დონეზე. და როცა გაეცნობა ადამიანებას, წარმოვიდგენთ, როგორი მორალურ-ეთიკური ნორმები იყო და თუნდაც როგორი რელიგიური საკითხები იყო, ეს პოლითეიზმი, რას ნიშნავს, რატო იყო, რა იყო ამის და სად იცახება აი ამ წიაღში რომის იმპერიაში ქრისტიანობა. სრულიად განსხვავებული რამ. ეს პირდაპირ განსხვავებული იყო მორალის სფეროში. რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვის მოეწონებოდა, თორე აი რომელ ოფიციალური პატრიციებს და იმებს, ესენი ვინ არის, ეს ანგელოზები გვაკვდა აქაო, ხო? და ფაქტობრივად ეს შეწუხდები რა ცხოვრების. რატომ მოკვეთეს თავი იოანე ნათლისმცემელს? იმიტომ რომ ეს მორალური ცხოვრების იმ სტანდარტს, რომელიც დაწესებული იყო რომის იმპერიის მაღალი საზოგადოებისთვის, ეს ამხელდა. და ამხილა კიდევაც ჰეროდიადე და ჰეროდეს ამბები, ხო? ამიტომ მოკვეთეს თავი. ძმის ცოლი ყავდა იმათ, ხო? და ართვა ის მოკლა და აიჯინა ცოტა ამ ინფორმაციას სახარებაც გვაწვდეს ჩვენ, რომელიც ისტორიული მოვლენა არის და ამ ფონზე როგორ ვითარდება ქრისტიანობა, რა უპირატესობა აქვს ქრისტიანობას. ეს რა არის მოკლედ, ეს რა ადამიანი არის, რა ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე. ახალ ადამიანზე მოვიდა ინფორმაცია, რომ ღმერთმა შექმნა ახალი ადამიანი. ძველმა არ გაამართლა, მაგრამ მიწიდან კი არ აიღო ადამიანი უკვე, პირველად მიწიდან აიღო. ამჯერად უკვე გამოყენებული მიწიდან განახლებას იწყებს სულიერი დაბადება რო ქვია. ახალი აღთქმა ეგ არის. გაფორმდა ხელშეკრულება გოლგოთას მერე, მანამდე არა. გოლგოთას მერე უკვე ახალი აღთქმა შევიდა, დაბადება. და ეს არის სიტყვით ხდება ეს. წმენა ამაში გვჭირდება, რომ ჩვენ თუ გინდათ რომ დარჩეთ ძველი ადამიანი, რა თქმა უნდა ახალი აღთქმა არ გინდა ეს წმენთ აიღო. დარჩით ძველი ადამიანი, რომელიც სხეულს ჩააგდებს იმისაშია თვითონ ღმერთს დაშორდება, რომ გადავა. არ იქნება ღმერთთან. იქნება გააგრძელებს ყოფანას, მაგრამ ღმერთთან არა. და რომელ ადამიანსაც არ აკმაყოფილებს ძველი ადამიანი ჩემში, მე არ მაკმაყოფილებ ჩემი ცოდვილი ბუნებისა გამო, მე დავიჯერე ღმერთის ეს შეწირულობა ჩემი დაბადებისათვის, ის რო არ შეწირო და მე ვერ დავიბადებოდი, ამიტომ ქრისტიანობა გამორჩეული წიგნი არის სხვა რელიგიურ წიგნებთან, რომ ეს არის ინფორმაცია ახალ დაბადებაზე. ამიტომ ბიბლია არის დაბადების ისტორია. თავიდან ბოლომდე და იწყება დაბადებით. ასევე ბიბლია არის გამოცხადება, თავდება გამოცხადებით. კანონი არ არის გამოსავალი. კანონი ყოველთვის არის შეზღუდვა. რომ არ გავრცელდეს რა მასიურად ცოდვა. და ეს გადავა ანარქიაში. და თუ ესე გაგრძელდა ადამიანის ცხოვრებას უკანონებში, ეს ყველაზე საცუთავი ადამიანები ვართ ცხოველთა კატეგორიაში ადამიანები. ცხოველთა სფეროში ჩვენც მოვიაზრებით ცხოველები ვართ. სიცოცხლე მოკლედ. ბიოფორმები ვართ ჩვენ, სასიცოცხლო ფორმა, სადაც დადის მოაზროვნეა ლაპარაკობს ადამიანი და განსხვავდება იმ ბიოფორმებისაგან, რომლებიც არაინტელექტუალები არიან, ვერ მეტყველებენ და ვერ საუბრობენ, ვერ იაზრონენ ვერაფერს. აი ჩვენ ამ ცხოველთა სამყაროში ვართ მეფე, ადამიანი. და ამას ექვემდებარება ყველა სასიცოცხლო ფორმები. ღმერთმა ესე შექმნა. ხო და რატო დაგვჭირდა ჩვენ კანონები, აი რა განაპირობებს კანონების სიმრავლეს? ცოდვილი ბუნება. სხვანაირად არ შეიძლება ადამიანი შექმნილიყო. ეხლა ხო შეიქმნა ედემის ბაღში ადამიანები ისეთი, რომ არ იყო საჭიროება კანონებს, გამრავლებულიყვნენ, საჭიროება არ, რომც გამრავლებულიყვნენ ადამი და ევა ედემის ბაღში დარწმუნებულიყავით, რომ კანონი იქ არ გამრავლებოდა, იმიტომ რომ ცოდვილი ბუნება არ ექნებოდა არცაც. კანონი მოთხოვნილება ცოდვილი ბუნებისა გამო. და კანონის მოთხოვნილება ადამიანს კი არ გაუჩნდა თავი ცოდვილი ბუნების გამო, ღმერთმა დააწესა. შესაბამისად, კანონს არ ღვევრა ღმერთს ეწინააღმდეგები. ამიტომ კანონი ყოველთვის ღმერთიდან უნდა იღებდეს საფუძვეს და არა ადამიანიდან. დღესდღეობით მსოფლიოში კანონის ფუძემდებელი ადამიანები არიან. და ამან აურია ყველაფერი და ნახეთ ახლა რა ხდება. მოკლედ ღმერთი გვერდზე გაწიეს და ამებმა დაიწყეს ისეთი კანონების შემუშავება, რომ ცოდვას კი არ ზღუდავს, ცოდვას ხელს უწყობს უფრო გაფართოებისაკენ. სახეზე ხო არის და აი სწორედ ამ ადამიანური კანონების ცოდვის გაფართოება გამოიწვევს სწორედ იმ დედამიწის დაწვას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია. ვინ უყურებს ღმერთს და ღმერთის მითითებით ვინმე კანონს იმუშავებს? არა, რა თქმა უნდა. და რა ათასნაირი სისულელეებია ხო ხედავ, ლიბერალურმა სამყარომ შეიმუშავა ასე, რომ ადამიანი რა უნდა გავანთავისუფლოთ და კანონებიც უნდა შექმნათ ისეთი, რომ მოიხსნას შეზღუდულობა ყველაფრის. მაგალითად, შეიქმნა ესეთი სექსუალური თავისუფალი კანონები, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ახასიათებდა მანამდე ადამიანებს, გახსნილი არის. რაც გინდა ის ტრანსგენდერები და რა ვიცი, ეს სქესის დადგენა და რას გავს ეს კესარია თუ რაღაცა ხო რა ამოჩდება გულაგერება რა. რობოტივით აი გატყიპნილი არის და თოჯინა რაღაცა საშინელებაა რა. სიცოცხლის სიმახინჯეა ეგ. ამ ფორმას მაინც ვერ შეინარჩუნებს ეგ, რაც ახლა 5-15-20 წლის მერე სულ ჩამოიშლება ეგ რა. და მე ეჭვება, რომ ასეთი ადამიანები პლასტიკური ოპერაციებით ვინც არის და ასეთი გადაკეთებით მიაღწიონ 80 წელს.
ვერ დავიჯერებ. ბუნებრივი იმით შეიძლება მიაღწიოს კაცმა 90-საც, 100-საც, მაგრამ აი მთელი 40 წლისაგან პლასტიკურ ოპერაციებში ხარ შენ 80 წლამდე გინ და მიიტანო ეგა. ძალიან ძნელია, ძალიან. ხო, ერთი ქვეყანა ფულს ითხოვს ეს. მერე კანი ყველაფერი აი იბუჭდება რა ყველაფერი რა. და ხარ რაღაცა გაუბედურებული და ღირს კი ცხოვრებ, ამით დაკავდე. და აგემშვიდობებით გამძლეობას გისურვებთ ყველას.